მოგესალმებით. თითქმის ყველა სტუმარი, ვინც დღეს გადაცემაში მოვიწვიეთ, 2012 წლამდე სააკაშვილის სამართალს აპროტესტებდა და ქართული ოცნების დაპირებული სამართლიანობის აღდგენის მოლოდინში იყო. რა სიტყვიან ისინი დღეს, 2019 წლის 12 თებერვალს აღდგა თუ არა მათთვის სამართლიანობა და იფიქრებდნენ თუ არა მაშინ, რომ წლები გავიდოდა და ხელისუფლებაში მოსული ოცნება იმ რეალობას შესთავაზებდა, რასაც დღეს არა მხოლოდ ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და საზოგადოების დიდი ნაწილი აპროტესტებს, არამედ თავად ქართული ოცნების ძირძველი გუნდიც. უზენაესი სასამართლო, უვადო მოსამართლეები და მთავარი კითხვა ჩამოშლის თუ არა სახელისუფლებო პარტიას დღევანდელი პოლიტიკური სკანდალების მთავარი თემა სასამართლო. თქვენ უყურებთ რეაქციას, რომელსაც ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს წარმოგიდგენთ მე, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, გვიყურებს TV პირველის მაყურებელი, გვისმენს რადიო მაესტროს მსმენელი FM-ზე 94.7. რეალობა, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, ბიძინას და მიშას შორის გაყოფილი ქვეყანა. სად ისმის ამ რეალობაში ხალხის ხმა? ოთხწამში ასახული და 1 მინით გაყოფილი ქართული რეალობა. ქვეყანა, სახელად საქართველო და პოლიტიკური დაპირისპირება, არც მეტი, არც ნაკლები შუაგულ ევროპაში რა გჭირს. ბელგიური კორცხელი და მიშას და ბიძინას გარშემო აგებული ქართული სინამდვილე. თუნდაც მეორე კლასელი იურისტიც კი, ან პირველ კურსელი იურისტი, რო ვთქვათ, ამ ინიციატივას ხელს არ მოაწერდა. ვინც საუბრობს კლასებზე, კურსებზე, თვითონ უნდა იყოს რომელიმე კლასში. ვინ რომელ კლასშია ქართველი პოლიტიკოსებიდან საგამოცდო თემა მოსამართლეები, ვის გადაიყვანს შემდეგ კლასში, ან ვის ჩატოვებს ბიძინა ივანიშვილი. ვის მხარეზე არის დღეს ბიძინა ივანიშვილი ამ წვავე დაპირისპირებაში და მე ვიცი რომ მე ვარ ბიძინა ივანიშვილის მხარეს, იმიტომ რომ ეს არის გუნდის ლიდერი და დანარჩენზე ადრესატები თვითონ მოგახსენე. მოგვიწერს რომ შევქმნათ სასამართლო და შემდეგ უკვე ვიფიქროთ მის გადარჩენაზე. უნდა ვაჩვენოთ საზოგადოების ძალა. ეს არის აუცილებელი. დღეს რატომ გვეცხადება ივანიშვილი და რატომ აცხადებს რომ ვიღაცა მურუსიძე და ვიღაცა ეს და ვიღაცა ის არის ეტალონი თანამედროვე ქართული სასამართლოსი. რატო გაიქეცით ბატონებო? კარგი. არა, გარბი ხარ, სიმღერა ჩვენ აზები დისკუსია. ქართული ოცნება ჩამოშლის პირას და ქართული პოლიტიკა მუდმივი დაპირისპირებების პოლიგონი. დღეს რეაქციაში დებატები ყველაფერზე, რაც გვჭირს, დირექტორი და კლასის მოსწავლეები TV პირველზე. ხო შეიძლება რომ ადამიანი გადადგეს, ხო თქოს რომ მე აღარ მინდა ამ სამართლოს. ის ყველები, რომლებაც მოკლეს სადო გირგლიანი, ხო, ციხეში ჩავსვი მე. განაჩენი გადახიათ თავზე ხმას როგორ იღებთ რა? გაანებეთ თავი ამ ქვეყანას, თქვენი არ არის ეს ქვეყანა. შესაძლოა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იუსტიციის საბჭოს ფილიალად გადაიქცეს. ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ამბოხებული დეპუტატების მიერ, თუმცა ეს ამბოხებულიც საკამათო თემაა, მაგრამ მედიაში ასე დამკვიდრდა, ასე უწოდებენ. მათ მიერ გაკეთებული ასეთი მკვეთრი შეფასებები მას შემდეგ დაიწყო, რაც კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ჯერ ეკაბესელიას მოუხდა წასვლა, შემდეგ კი მის შემცველად ეგრეთ წოდებული ახლების ჯგუფის წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილი აირჩიეს. დღეს კი თავმჯდომარის მოადგილეც ამავე ჯგუფის წევრი დავით მათიკაშვილი დაამტკიცეს. ბრძოლა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის თუ ბრძოლა გავლენებისთვის. ეკაბესელიამ საკუთარ თანაგუნდელებს მორიგი ტესტი მოუწყო. ჩააგდებს თუ არა ქართული ოცნება მოსამართლეების უვადოდ გამწესების შეჩერებაზე ინიციატივას, რომელიც პარლამენტს სწორედ ეკაბესელიამ და მისმა თანამოაზრეებმა წარუდგინეს. სავარაუდოდ ეს იქნება მთავარი წყალგამყოფი, რის შემდეგაც უკვე ნათელი
გახდება. მიდის თუ არა ეკაბესელია და დეპუტატთა ერთი ჯგუფი მმართველი გუნდიდან. საკითხი, რომელიც პარტიის შიგნით უკვე დიდი ხანია მწვავე დაპირისპირებისა და გახლეჩვის მიზეზი გახდა. სად დგას ბიძინა ივანიშვილი? ვის დაუჭერს საბოლოოდ მხარს ქართული ოცნების დამფუძნებელი? ვის გადაიყვანს მეორე ტურში და ვის მიუთითებს კარისკენ? ქართული ოცნება დიდი ცვლილებებისა და ხმაურიანი გადაწყვეტილებების ზღვარზეა. როგორ გახლიჩა სკანდალური მოსამართლეების თემამ მმართველი გუნდი? რა დუღირს ქართულ ოცნებას ამ სკანდალური ამბის გამო საზოგადოებრივ აზრთან დაპირისპირება? დღეს რეაქციაში გედევან ფოფხაძე, გია ვოლსკი, გიორგი სიგუა თავის დროზე სააკაშვილთან მკვეთრად დაპირისპირებული ყოფილი მეოცნებე იყო სიგუა, რომელიც თავადაც უწყობდა ხოლმე უცხოეთში მიხეილ სააკაშვილის ისეთ თავდასხმებს, რასაც დღეს აპროტესტებს ოცნების მხარდამჭერებისგან. სტუდიაში კი ვთხოვდა მივესალმები დავით ასათიანს, გია აბაშიძეს, ირაკლი კაკაბაძეს, ირაკლი ლატარიას, ლევან ლორთქიფანიძეს, ნიკოლოზ მეტრეველს, მიხეილ კაჭკაჭიშვილს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გამოვა დღევანდელი გადაცემა და აი მიხეილ კაჭკაჭიშვილი დგას ზუსტად ეხლა ფეხზე და მიშა შენგან მინდა რომ დავიწყო ამ შეკითხვით. თუ წარმოიდგენდი იმ წლებში, როდესაც აქტიურად იდექით ხოლმე ქუჩაში, როდესაც აქტიურად აპროტესტებდით ხოლმე სააკაშვილის სასამართლოს, სააკაშვილის სამართალს, რომ გავიდოდა წლები და ის პოლიტიკური გუნდი, რომლის მოყვანაშიც თქვენ ყველას ძალიან დიდი წვლილი გაქვთ შეტანილი, ამ რეალობის წინაშე დაგაყენებდათ, რომ გეტყოდნენ, იყვნენ ცუდები, მაგრამ გახდნენ კარგები ისინი, ვინც თავის დროზე იმ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, რის გამოც შენ პირადად მაგალითად იდექი ქუჩაში. საღამომშვიდობის მოწვევისთვის მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ პირველ რიგში რომ ბუნებრივია აქ ვინც ზის ჩემი მეგობრების ზიან უმეტესობა და მინდა ვთქვა, რომ ვერც ერთი ვერ წარმოვიდგენდით თუ ჩვენ დღეს კვლავ მურუსიძეზე, ჩინჩალაძეზე, გვიტიშვილზე და ძალიან ამ ოდიოზურ ადამიანებზე გვექნებოდა საუბარი. ბუნებრივია არა, მე პირადად და დამერწმუნება და მეთანხმებიან აქ მისდომი ადამიანები, რომ ეს არის პარადოქსი ჩემი აზრით. და ეს მე თქვენ ნებისმიერმა ჩვენთაგანმა ეს არ უნდა გავატაროთ, არ უნდა დაუშვათ, რომ ისინი უვადოდ არ უნდა გამწესენ უზენაეს სასამართლოში. სამართალი, რომლის დაპირებითაც მოვიდა ქართული ოცნება, აღდგა თუ არა ეს სამართალი საზოგადოებისთვის? გია აბაშიძესთან მინდა გადავიდე შეკითხვით. ვფიქრობ, რომ ძალიან გულახდილი და ძალიან გულწრფელი საუბარი გვექნება, სხვათა შორის ძალიან სიფრთხილით შევარჩიეთ დღეს სტუმრები, გამომდინარე იქიდან, რომ არ გადავიდეს რაღაც პოლიტიკურ აურზაურში, კინკლაობაში და მართლა საგნობრივი საუბარი შევთავაზოთ მაყურებელს. თქვენთვის თუ აღდგა სამართალი, რომელსაც გპირდებოდათ ქართული ოცნება? ნაწილობრივ აღდგა. მე ასე ვიტყოდი. შეეხო ჩემ ახლობლებს არაერთს, რამდენიმეს თქვათ აღდგა, მაგრამ ფაქტია, რომ აღქმა საზოგადოებაში არის, რომ არ აღდგა ეს სამართალი. ხო ამბობენ რაღაც ურმით მოდის, ნელა მოდის, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ, როგორც ქოგულია ამბობს, ცუდად კი არ ცხოვრობთ გეჩვენება, თო? კომენტარების სხვა თემა არის, მაგრამ უბრალოდ ვამბობ, რომ საზოგადოებაში აღქმები არის განსხვავებული. საზოგადოებას ის აღქმა აქვს ასევე, რომ ეს სასამართლო, ეს რაღაცა აგრესიულად მორჩილ უმრავლესობას ვარქმევ, მე კომპარტიის სიმიდან ბოლო ყრილობებიდან გულისხმობ მოსამართლეთა კონფერენციას, ამ მოსამართლეებს არასოდეს არ გასჩენიათ რაღაცა სინანულის, ბოდიშის მოხდა, თუნდაც მინიმალურ დონეზე ვამბობ, ხო? რაღაც აქეთ გეაგრესიულებიან, აქეთ გადმოდიან კონტრშეტევაზე, ხერპლნი იყვნენ რეჟიმის, ასე შემდეგ და რას ვხედავთ ჩვენ საზოგადოებაში, ხო? ყველა პოლიტიკური გემოვნების ნებისმიერი ადამიანი თუ პარტია მათ წინააღმდეგ არის და მართველ გუნდს თუ უნდა რომ კიდევ უფრო შეთხელდეს მისი მხარდამჭერი, კიდევ უფრო გაიზარდოს, გადაუწყვეტელი ამომრჩეველის რიგი და სხვა პარტიისკენ გადაიხაროს, მაშინ თვით დაზიანების გზაზე თუ მიდიან ასე წარმატებით, კიდევ უფრო წარმატებით წავლენ და ვფიქრობ, რომ რაღაცა კონკრეტული გამოსავალი უნდა გამოიძებნოს. სხვანაირად უკვე არ შეიძლება. ეს ისეთი თემა არის,
რომელიც შეაკავშირა ყველა ოპონენტი ერთმანეთისადმი პოლიტიკურ პარტიებსაც კი თუმცა ჩვენ ყველა გავეცაინთ ალბათ თითოეულ თქვენგანს გაქვთ წაკითხული ეს განცხადება, როდესაც პარტია ქართული ოცნების იმ ცნობილ განცხადებაში შინაარსხვები ეხლა მე მოკლეს, ნათქვამი იყო ასეთი რამ, რომ და ამ სტუდიაშიც ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარე, რომ ყველა ვინ შტურმი მიიტანა დღეს სასამართლოზე, ყველა არის ჩამდგარი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში და მათ სათავეში ავანგარდში დგას ნაციონალური მოძრაობა. ლევან ლორთქიფანიძესთან გადავალ. ლევან, რა არის ეს? როდესაც საზოგადოება აპროტესტებს რაღაც თემას, მე მიშათი შემთხვევით არ დამიწყია. თუ ვინმე მახსოვს იმ წლებში, აი ირაკლი კაკაბაძე, მიშა კაჭკაჭიშვილი და არა მხოლოდ ძალიან ბევრი ადამიანი, მაგრამ აი ესე გამოკვეთილად სულ დაპირისპირების რეჟიმში მყოფი ხალხი დღეს მათ ეუბნებიან, რომ თქვენ ავანგარდში დგანათ ნაციონალები. ოღონდ ზოგი ამას აცნობიერებთ, ზოგი ვერ. აი ამას როგორ ხსნის შენ პირადად? ეს აუხსნელი გარემოებების კატეგორიას მიეკუთვნება. უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით. ძალიან რთულია ხა მაგაზე საუბარი, როგორ შეიძლება ქართულმა ოცნებამ ისაუბროს ნაციონალური მოძრაობის თანაზიარობაზე, როდესაც თვითონ არის სავსე ნაციონალური მოძრაობით. მინისტრების, სამინისტროებიდან დაწყებული, დამთავრებული სხვადასხვა უწყებებით, ხო? უმაღლესი რანგის თანამდებობის პირები, ვინც ნაციონალური მოძრაობის დროს იყვნენ, ბიზნესსა თუ პოლიტიკაში, დღესაც ინარჩუნებენ ამ ძალაუფლებას. ასე რომ, სხვის ბოსტანში სანამ ქვებს ისვრიან, ჯერ თავიანთ ასე ვთქვათ, გულში ჩაიხედონ, თავიანთ გარემოცვას დააკვირდნენ და იქ აღმოაჩენენ ბევრ ნაციონალს. მეორე ინგა, ეს არის, რასაც ჩვენ ვერ გავცდით, ბოლშევიკური მიდგომა. ჩემთან არა ხარ, ჩემი მტერი ხარ. სტალინისტი არა ხარ, ტროცკისტი ხარ. ტროცკისტი ხარ, მაშინ სტალინისტი ვერ იქნები. ესე მარტივი არ არის ცხოვრება, ესეთი მარტივი არ არის პოლიტიკა. მრავალი მდგენელისგან შედგება ეს პოლიტიკური სივრცე და ის რომ აი ამ საშინელ მოსამართლეებს უპირისპირდები, მათ საქმიანობას აპროტესტებს, ეს არ ნიშნავს, რომ ხალხს სწორედ ნაციონალური მოძრაობის მხარეს. მე მახსენდება მაგალითად ბოლო დემონსტრაცია, რომელიც გაიმართა სასტუმრო ივერიასთან, იქ შეკრებილმა ადამიანებმა თანაბარი ყიჟინით, ნუ ახლა მუსლუსიძეებს და სხვა მსგავს ოდიოზურ ფიგურებს დიდი ყიჟინა შეხვდა, მაგრამ ყიჟინის მოსმენა მოუწია ოთო კახიძესაც, ყიჟინის მოსმენა მოუწია ის თინა ბოკუჩავასაც და ნაციონალური მოძრაობის სხვა ანასხლეტებსაც და წარმომადგენლებსაც. ასე რომ, აქ არის ჩვენი პროტესტი მიმართული პოლიტიკური კლასის მიმართ, ამ პოლიტიკურმა კლასმა შეინახა ეს მოსამართლეები და ნაციონალური მოძრაობასთან აზიარობას ჩვენ არ ვაპირებთ, მე პირადად და ჩემი მეგობრები და ის სივრცე რომ თუმცა გეუბნებიან, აი მართველი პარტიის განცხადება არის ასეთი, რომ ავანგარდში დგას ამ დაპირისპირების და ბრძოლის ავანგარდში დგას ნაციონალური მოძრაობა. აქ იცით რაშია საქმე, რომ სხვა არგუმენტი აღარ აქვს. რა უნდა თქვა ნაბა, რომ ურუსძე არის ასე ვთქვათ თემი და არის გენიალური მოსამართლე. ერთადერთი შანსი რომ მათ სახე შეუნახონ, პირი მოწმინდონ არის ის რომ შენ გადმოგაბრალონ რაღაცა, აქეთ შეგედავონ და აქეთ დაგიწყონ რაღაცებზე ლაპარაკი. და ინგა, აი მე ვიტყვი კიდევ ერთ გარემოებაზე მივანიშნებ. მე შენიშვნები მომცეს რომ როგორ შეიძლება რომ მოსამართლეს ესე მიმართა. როგორ შეიძლება რომ მოსამართლეს ესე მოიხსენიებდა. მეც მითხრეს წინა გადაცემებიდან გამომდინარე მივიღე ერთი-ორი ადამიანისგან ესეთი შენიშვნა, რომ ეს არის თავდასხმა დამოუკიდებელ სასამართლოზე, როდესაც ამ ტიპის გადაცემებს აკეთებთ, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გაუსვა მხარს, რომ აქ არიან ადამიანები, ვინც ომში იყვნენ, მართლა პირდაპირ მნიშვნელობით ბრძოლაში იყვნენ, მაშინ ჩართული და სწორედ ამ გადაწყვეტილებებს აპროტესტებდნენ. მაგას ვამბობ, ინგა მე რომ მოსამართლეს მე პატივსცემ და მოსამართლე პატივისცემას იმსახურებს, თუ ის არის დამოუკიდებელი, არის პრინციპული, თავრობის ცვლილებებთან ერთად არ იცვლის თავის შეხედულებებს. თუ ის მოსამართლე არის, ასე ვთქვათ, მაღალი რანგის პროფესიონალი და არ და სინდისთან კომპრომისზე, მორალთან კომპრომისზე არ წასულა. და მაპატიეთ, მაგრამ ის ჩამოთვლილი მოსამართლეები ჩემთვის არ ასოცირდებიან მართლმსაჯულებასთან. ჩემთვის ისინი ასოცირდებიან, თქვათ, იმ ჭრილობებთან და იმ ნამწვავებთან, რომელიც ჰქონდა ბატონი მოლაშვილის სხეულს. ეს მოსამართლეები ასოცირდებიან ჩემთვის იმ მეტასტაზებთან, რომლითაც დაფარული იყო ირინა ენუქიძის სხეული. ეს მოსამართლეები ასოცირდებიან ჩემთვის იმ ბაწრებთან, რომლითაც უამრავმა ადამიანმა თავი ჩამოიხრჭო
მათი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, ეს მოსამართლეები ასოცირდებიან იმ ტაბელური არაღებთან, რომლითაც მოისწრაფეს ადამიანებმა სიცოცხლე და ეს მოსამართლეები ჩვენთვის არიან ის იმპაქტები, ინსულტები, სხვა დაავადებები, რომლითაც უკვე დღემდე ამის აწამებენ ხალხს. მათ არ დაუშვიათ ფაქტობრივი კი არა, პროცედურული შეცდომები ინგა. მათმა გადაწყვეტილებმა შეიწირა ადამიანები, ბიოგრაფიები გაანადგურა მიწასთან და ჩვენ ახლა გთხოვენ რომ პატივი ვცეთ ადამიანს, რომელმაც სხვას მოუსწრაფა სიცოცხლე. აი, გიამ თქვა წეგან ბოდიშიც არ მოუხდიათო, ბოდიში რომ მოეხადათ, მაშინ მისაღები იქნებოდნენ თქვენთვის მოსამართლეები და ირაკლისთან გადავალ შემდეგი შეკითხვა. მისაღები არ მისაღები იქნებოდნენ, მაგრამ ამ ადამიანებს სინანულის გზნობა არ აქვთ, ელემენტარული, ხო, ეს ხო ელემენტარული, ყველა კანონებს დავადნებოთ თავი, ხო? არ ვადარებ მე თქვათ ახლა პინოჩეტის რეჟიმს, სააკაშვილის რეჟიმს, მაგრამ იმათაც პინოჩეტის რეჟიმის დროინდელმა მოსამართლეებმაც რამდენიმე წლის წინათ კოლექტიური ბოდიში მოიხადეს, რომ მსხვერპლი ვიყავითო რეჟიმისო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვადარებ ერთმანეთს, მაგრამ ზოგისთვის, ვინც იყო მსხვერპლი ამ მოსამართლეების კანონიერი ბჭყალებში გადაწყვეტილებების, პინოჩეტზე უარესი რეჟიმი იყო მათთვის. აი, ერთი საინტერესო თემაა რა, როგორ განვითარდა მოსამართლეების საკითხი, გავიხსენოთ. პრაქტიკულად ორად გახლეჩის წინაშეა დღეს ქართული ოცნება. ძირძველი გუნდიდან ბევრი და ასევე სხვა დეპუტატებიც აღმოჩნდნენ ნაპირს აქეთ. საკუთარი პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თუ ლობირების თუ ასე შემდეგ საკითხის ნაპირს აქეთ. დაიწყო ყველაფერი რომელიც ჩუმად არის და ელოდება. ხო, ეს საინტერესო ამაზე მე გავშალოთ საუბარი ლევანდა. ეს დაიწყო როგორ? გამოდის პირველი განცხადება საკეთებს ეკა ბესელია, იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც აპროტესტებს მოსამართლეების საკითხს. შემდეგ ხდება ის, რაც ხდება, ტყდება სკანდალი. მე გიას ოდნავ მოგვიანებით უნდა დაგისვათ ეკაზეც ერთი კითხვა თქვენ, მაგრამ ეხა ირაკლისთან გადავალ ამ შეკითხვით და ყველაფერი მიდის სადამდე. ეკა აპროტესტებს, მისი თანამოაზრეები აპროტესტებენ ამ ტიპის სავარაუდო გადაწყვეტილებას და უეცრად ინტერნეტში მას უტვირთავენ პირადი ცხოვრების კადრებს. რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, რა გვჭირს და რა ხდება ქვეყანაში? აი თქვენ რა პასუხი გექნებათ ამას? იურიქსი მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ მონაწილეობისთვის. მე სიმართლე გითხრათ, ბუნებრივია ისე რახან არა ვართ ის ადამიანები აქ, რომლებიც შიგნით გუნდში ვართ და ვიღებთ რაღაც გადაწყვეტილებებს, შორიდან ყოველ შემთხვევაში მე რასაც ვაკვირდები, ეკაბესელიამ გადაწყვეტილება, როდესაც მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ დატოვოს კომიტეტის თავმჯდომარეობა, მე ვთქვი, რომ ეს იყო ძალიან დიდი სპექტაკლი მისი მხრიდან. რა იყო? სპექტაკლი. ბესელიამ დადგა სპექტაკლი? იმიტომ რომ ეკაბესელია რომ უნდა გამختارიყო ვიცე-სპიკერი, ანუ რომ აღარ იქნებოდა ის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ეს ყველა მიცოდა უკვე აგვისტოში. ოდნავისაც ქონდა ოცნებასთან შეხება, მისთვის კაბინეტიც კი მზადდებოდა, ანუ თავიდანვე იყო რაღაც პრობლემები და აქ ყველაზე მთავარაც არის ეკაბესელიამ ყველაფერი დაიხვია იმაზე, რომ მისი მოადგილე ზარდიაშვილი, რომელიც ახლა სიმართლე გითხრა, ბევრისთვის არ შეიძლება მისაღებიც არ არის, ზარდიაშვილი იყო ყველაზე დიდი პრობლემა, არა და ჩვენ კარგად ვიცით, რომ 2012-დან 2016 წლების ჩათვლით, როდესაც ყველაზე დიდი რეფორმები დაიწყო, რაც როგორც იძახის ქართული ოცნება რეფორმები დაიწყო მათ სასამართლოში, მაშინ იყო სწორედ ეკაბესელია კომიტეტის თავმჯდომარე და ის ადამიანები, ვიზეც ის იძახის პრობლემა იყო, ისინი საერთოდ არ იყვნენ პარლამენტის წევრები, ასევე არ იყო პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძეს და მე ასე უყურებ, რომ ეკაბესელიას ეს ყველაფერი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია მგონია მისი მხრიდან და ჯერათ იმის რომ ისინი გულწრფელად აპროტესტებენ ამ მოსამართლეების დანიშნა. გადაწყვეტილება ჩემთვის არის ძალიან ფარისეულური და არაგულწრფელი და ის რომ ირაკლი კობახიძემ ბევრი განცხადება გააკეთა, რომელიც საზოგადოებაში ბოლო პერიოდში აღიქვეოდა ისე რომ მართლაც ნეგატიური უნდა ყოფილიყო. მე ვთვლი რომ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული თუნდაც ის განცხადებები, რომელიც ამ მომრჩევლისთვის არ არის მისთვის არ არის ყოველთვის მონგებიანი, ანუ ამ მორჩეველი შეიძლება დაკარგოს. მირჩევნია რომ პოლიტიკოსმა გააკეთოს გულწრფელი თუნდაც ისეთი განცხადება, რომ მე არ მომეწონოს, ვიდრე ის თამაშები, რასაც ქალბატონი ეკა თამაშობს და მე ეს აშკარად ჩანს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის 4 წელი, როდესაც რეფორმები დაიწყო, როდესაც მურუსიძე ადამიანი, არა მარტო მურუსიძე, მე ბატონ ჩემ მეგობარ მიშას ვესაუბრებოდი, მურუსიძე კი არა. მათ საკითხად გეგმებთან დაკავშირებით ყველა პროკურორი ნებისმიერ ინსტანციის სასამართლოში, არა მხოლოდ მოსამართლე, სტენოგრაფიას ვინც აკეთებს, ის ადამიანიც კი არ უნდა იყოს სასამართლოში, არასოდეს და ვერცვერას უნდა იმუშაოს. ხო და მაგას ამბობს ეს ჯგუფი და მაგას ამბობდა მაგას ამბობს ეს ჯგუფი, ახლა გეტყვით.
თქვენ მე რა ვიცი, კარგი იქნება თუ შემახსენებთ 2012-დან 2016-ის ბოდიში 2019 წლის დეკემბრის ბოლოს ჩათვლით ეკაბესელიას განცხადება, რომელიც იქნებოდა ანტი თუნდაც აი ეს მურუსუძის ჯგუფი, ან თუნდაც ზარდიაშვილის ჯგუფის წინააღმდეგ, თუ გამახსენებთ განცხადებებს, ან 8 წლის განმავლობაში ეკაბესელიას მხრიდან 6 წლის განმავლობაში ბრძოლა წინააღმდეგ აი ამ ჯგუფების, მაშინ მე შეიძლება რაღაცებს დავფიქრდე, ანუ მე გეუბნებით რას, რომ მან შეატყო უпроსტად შიგნით უკვე გუნდში, როგორც მე ვხედავ, იყო რაღაც განხეთქილება, რომელიც უნდა დამთავრებული იყო იმით, რომ ძალიან ხავერდა უნდა ქალბატონი ეკა გამختارიყო ვიცე-სპიკერი და უბრალოდ ის რაღაც თემებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებდა. და თქვენ არ იღებთ, რომ ეს გუნდი როცა პროტესტებს მოსამართლეებს როდესაც მათი პროტესტი გულწრფელია? აი გედევან ფოფხაძე გვეყოლება 2 წუთში, ხაზზე არ ვიცი ალბათ მეტყვის მე პროდიუსერი არის თუ არა ის უკვე ხაზზე და მე აუცილებლად დაუსვამ მას ამ შეკითხვას. იმედია გამაგებინებთ არის თუ არა ბატონი გედევანი ხაზზე ველოდებით მოკლედ მასთან პირდაპირ ჩართოს. ირაკლი თქვენ როგორ იღებთ? აი ირაკლი ლატარია ამბობს რომ მას არ ჯერა რომ თუნდაც ქართული აქ მნიშვნელოვანი რა არის რატომ გავამახვილე მე ყურადღება ეკაბესელიაზე და იმ ჯგუფზე. მარტო ოპოზიცია კი არა პროტესტებს მოსამართლეების საკითხს, მარტო არა სამთავრობოები, საზოგადოების დიდი ნაწილი კი არა თვითონ ოცნების შიგნითაც თქო. ირაკლის მიაჩნია რომ ეს არის არაგულწრფელი ბრძოლა და ფარისევლობა. თქვენ რას ფიქრობთ? ჩვენ ვნახეთ ძალიან ისეთი ცეცხლოვანი აქცია მურუსიძის წინააღმდეგ ლევანის თქვენ მიშას მონაწილეობით. თქვენ გჯერათ ოცნების შიგნით მყოფი დეპუტატების გულწრფელი პროტესტის? იცით რა, მე ახლა ბატონი ირაკლისგან განსხვავებით ზიგმუნდ ფროიდის როლს ვერ ავიღებ და ვერ დავიწყებ გულწრფელობაზე და ფარისევლობაზე ლაპარაკს. საერთოდ ამ შემთხვევაში მირჩევნია რომ არ განვიკითხო ადამიანის ზრახვები და ისინი და საერთოდ არ მიმაჩნიეს მნიშვნელოვნად. რამდენად გულწრფელია ახლა ეკაბესელია თუ არა. ჩემთვის მისი პოზიცია მისაღებია, იმიტომ რომ მან გაიმეორა ის, რასაც ვამბობდით ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. მათ შორის იმ 6 წლის განმავლობაში, რომელსაც თქვენ ძალიან ბატონი ირაკლი. რა თქმა უნდა, არის გამონათქვამი, ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, არა? რა თქმა უნდა, ჯობდა რომ 2012 წლიდან ყველანი ესენი მოეხსნათ. არა? აქ რეალურად იყო წინადადება რომ დაწყებულიყო პროცესი სიმართლის კომისიის და ასე შემდეგ, არა? ეს წინადადებები იყო საზოგადოების გარკვეული წევრები აზღერებდნენ ამ მოთხოვნებს და ამბობდნენ რომ დამნაშავე რეჟიმის წევრები ყველანი იურისტებიც სხვათა შორის ნიურნბერგის სასამართლოზე გასამართლდნენ არა მხოლოდ გერინგი და მისი ასე ვთქვათ თანამოაზრე პოლიტიკოსები, არამედ იურისტებიც და ექიმებიც კი, რომლებიც ამბობდნენ რომ ბოროტების ბანალობის ძალიან ცნობილი თეზა ჩამოაყალიბა რა ჰანა არენტმა დიდმა გერმანელმა პოლიტოლოგმა და ფილოსოფოსმა, როდესაც თქვა რომ ბევრი ადამიანი ამბობს მურუსიძესავით, რომ მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი, აქ კანონი იყო ესეთი, იყო კანონი საბოლოო გადაწყვეტილება ერქვა. და ეს არ ვიცოდი მე ახლა 5 მილიონი ებრაელის თუ შეეწირებოდა ამას და თუ შევწავდით მათ გაზის კამერებში რა. ამას ამბობდა ბევრი მათგანი, მათ შორის ამბობდა აიხმანიც. მურუსიძე აიხმანის პროტოტიპია ქართულ იმაში და მისი მფარველი ხელისუფლება და ბატონი ირაკლი კობახიძე თუ ამას მას მისი სინდისი კიდე საშუალებას მიცეს რომ ეს უსინდისო პოზიცია დაისვას, იქნება ნაცისტების დამცველი ნაცისტების მოკავშირე ადამიანი, რომელიც არის ნაგავში გადასაგდები პირდაპირ. კორექტულად ვისაუბრებ. არა, კორექტულად ნაგავში გადასაგდები პოლიტიკოსები ბევრი არიან. დღეს არასდროს არ შევცვლი ამ სიტყვას, ინგა რატო? ადამიანები, რომლებიც ნაცისტებს იცავენ და მათ მხარეს გამოდიან, ადამიანი, რომელიც ჰიტლერის რეჟიმის იურისტებს დაიცავს, ის ნაგავშია გადასაგდებით. ამას გავაკეთებთ ჩვენ. ამას კი არ გააკეთებს ნაციონალურ მოძრაობასაც გადავაგდებთ მაგათთან ერთად. იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა მათი შენარჩუნებულია. ნაციონალური მოძრაობა სამწუხაროდ ბიძინას ვეუბნებ პირადად. ბიძინა ნაციონალური მოძრაობა შენი შენარჩუნებულია დღემდე. და შენ უნდა გაათრიო ისინი და შენივე მოძრაობის წევრები, რომლებიც ნაცები არიან. დღეს რეალურად სანდრო გირგვლენის ყოლობას ამართლებენ ეს ადამიანები. ეს არის სრულიად გაუმართლებელი პოზიცია. ეს არის სწორედ ბოროტების ის ბანალურობა, რაზეც ილაპარაკა ჰანა არენტმა. ამას არანაირი გამართლება არ აქვს. და ჩვენ ყველანი, ვინც არჩევნებზე გავედით და სალომეს დაუდექით გვერდზე, მაგრამ ქართულ ოცნებას არ დაუდექით გვერდზე.
ჩვენ გავედით არჩევნებზე სალმეს დაუდექით გვერდზე, იმიტომ რომ უარეს ბოროტებას ყტენიდა ქართული ოცნება ისე. თავისი ფულებით და თავისი პროპაგანდით. ვაშაძეს ყტენიდნენ. ბიზნეს ხალხი და დღეს ჩვენ უკვე გამოვალთ მთლიანად პოლიტიკური ისტაბლიშმენტის წინააღმდეგ, იმიტომ რომ პოლიტიკური ისტაბლიშმენტი ერთი და იგივე ნაგავია. დღეს რეალურად ინგა ისე პატიებას ვეთხოვ. ისტაბლიშმენტი, რომელიც იცავს სანდრო გირგვლიანის მკვლელს და ამ მკვლელის გამართლებელს, ის არ არის არაფრით ნაციონალზე უკეთესი. კარგი, არ შეიძლება იყოს. შეუძლებელია იყოს მკვლელების გამართლებელი და მკვლელობის გამправებელი და ადეიშვილის ხელის ბიჭები არიან ესენი. ადეიშვილის ხელის ბიჭებმა როგორ შეიძლება მართონ საქართველოს დღეს 2019 წელს? ეს არის სრულიად მიუღებელი. ამიტომაც ქართველი ხალხი და არა ნაციონალები და ქოცები ერთად. ქართველი ხალხი გამოვა და გადააგდებს აი ამ ისტაბლიშმენტს. თუ ეს ასე გაგრძელდა. ძალიან ცოტა მერე გავშალოთ. ხო არ უპასუხებდით და ნიკა მეტრეველთან გადავალ შეკითხვით. და ბატონ და ბუნებრივია ბატონ ირაკლი არის ყველაფერში ვეთახმები და ბუნებრივია ეს ყველაფერი მისაღებია, იმიტომ ბატონ ირაკლი არ არის პარლამენტის წევრი. ამ წუთად მე კიდე გავამახვილებ იმას ყოველთვის, როდესაც 4 წელი გამხელა თანამდებობა და იგივე პოზიციას როგორც თქვენ აფიქსირებთ, რაც არის 100%-იანი და ორივე ხელი ამიწევი, იგივე პოზიციას არ აფიქსირებ და შენი გუნდის წინააღმდეგ არ მიდიხარ და რაღაცეების გამო ამ ყველაფერს თვალს ხუჭავ და შემდეგ როდესაც უკვე შენ უკვე უნდა მოწყდე ამ თანამდებობას და მაშინ იღებ ხვალს, მე ვთვლი ეს პოზიცია არის არასწორი. პარლამენტის წევრი არ არის ირაკლი კობახიძეც. რა თქმა უნდა, რატო არა აქვს ნამუსი და სინდისი, რომ თქვას რომ მკვლელების დანიშვნა არ შეიძლება სასამართლოში უადოთ. როგორ შეიძლება რომ პარლამენტის სპიკერი ამას არ იძახის? პირდაპირ ეკაბესელიაზე რომ ვამახვილებ, ისა მთავარი უფროსი. ურუსიძე ხო როგორ შეიძლება რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი დააფაროს ნაცის მკვლელებს? გამოსასწრებად 2013-ში დაინიშნა. 2015-ში მე რო დამიჭირეს მურუსიძის გულისთვის. 2015 წელს დამიჭირეს მურუსიძის გულისთვის. იუსტიციის საბჭოს წინ. მაშინაც იყო ქართულზე. საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ყველაფერი ბიზინამდე მიდის. ბიზინა რა არის ეს? თქვენ ამ ყველაფრის უკან ხედავთ ბიზინა იუნიშვილს. არა, ბიზინას პასუხისგებლობას ვხედავ. რა თქმა უნდა, კობახიძის მოყვა, კობახიძეს ვინ მოიტანდა და ვინ დადებდა მან. ბიზინა რო არ ყოფილიყო. კარგით. როგორ შეიძლება და ეს ამბავი? გადავალ ახლა მე ნიკოლოზ მეტრეველთან, შემდეგ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან, დავით ასათიანთან. ნიკა, აი ეს არის ძალიან ბევრი ადამიანის პოზიცია. შენ როგორ აღიქვა ამ რეალობას, რაში ცხოვრობ? კიდევ ერთხელ ვიტყვი, საინტერესო პროცესი იმდენადაც არის, რამდენადაც თვითონ სახელისუფლებო გუნდი ლამის იხლიჩება ამ თემის გამო და ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ამას აპროტესტებდნენ, ჩვენ ვაშუქებდით ამ ადამიანების პროტესტს, იმ სასამართლო გადაწყვეტილებებს და ძალიან ბევრი ადამიანი აპროტესტებდა, დღეს ეუბნება მათ ხელისუფლება, რომ თქვენს ავანგარდში დგას ნაციონალური მოძრაობა. როგორ იღებთ ამ ყველაფერს, როგორ აფასებთ? მოგესალმებით. კი ბატონო, მეც იმ ადამიანების რიგში ვარ, ვისაც ძალიან გული წყდება და ჩემთვისაც ძალიან მძიმეა იმ ყველაფრის ყურება და ახლა რაც დღესდღეობით ხდება. თუმცა მე მაინც მიმაჩნია, რომ თავისთავად ეს იყო მცდელობა და ძალიან ვერაგული მცდელობა თვითონ მოსამართლეების მხრიდანაც, რომ რაღაც გარკვეულ მომენტში მოესწროთ და ეს თავიანთი თავები გაეტანათ, როგორც იტყვიან. მაგრამ ამავე დროს ახლა მე მიმაჩნია, რომ ეს პროცესი უნდა წავიდეს მაქსიმალურად სამართლებრივი კუთხით და მაქსიმალურად იყოს გარკვეული ემოციებისგან დაცლილი. თუმცა ეს რა თქმა უნდა, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს იყო მოსამართლეების მიერ მცდელობა, გაეტანა თავის თავები და მათ მიღმა, მთელი ამ პროცესების მიღმა, თქვენ ვერ ხედავთ მართლ პოლიტიკურ ძალას? ან ამ ძალის ლიდერს, ან ლიდერებს? ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ცოტა ნაადრევია. ეტაპობრივად, როდესაც პროცესი ახლა შეჩერებულია, ეს პროცესი გაგრძელდება უკვე და ამის სამართლებრივი მსჯელობა იქნება, ხო? პარლამენტში თითოეული ამ ადამიანზე უნდა იყოს ინდივიდუალური მსჯელობა. მე არ მიმაჩნია, რომ უბრალოდ ყველა ერთ ქვაფში უნდა მოიხარშოს. ჩვენ ყველა საზოგადოებას უნდა მოგვეცეს იმის საშუალება, მათ შორის დეპუტატებს ჯანსაღ მსჯელობის ფორმატში მოახდინონ და აერჩიონ ღირსეული ადამიანები. თუ არ იქნებიან ღირსეული ადამიანები, მოსამართლეებს ჰქონდათ მცდელობა, რომ თავისი თავი გაეტანათ, მაშინ იგივე პარლამენტის თავმჯდომარის ის ცნობილი განცხადებები როგორ უნდა აუხსნათ, რაც ამ სტუდიაში გაკეთდა სხვათა შორის იყო ცუდ საქმეებს აკეთებდნენ და ეხლა კარგ საქმეებს აკეთებენ. ანუ ხომ არ ცდილობთ, რომ რაღაცნაირად ჩახსნათ ამ პროცესიდან პოლიტიკური ძალა? მე მინდა რომ პროცესი წავიდეს წინ და
აი ამ პროცესში ბევრად მარტივად გამოიკვეთება გმირებიც და ანტიგმირებიც და ის ადამიანებიც, ვინც შესაძლოა დგანან თუ არ დგანან ამ პროცესს უკან. ეს ყველა ამას საზოგადოება ძალიან მარტივად ვისაც ქონდა ბიოგრაფიაში, ვისაც აქვს ბიოგრაფიაში ნაცისტური რეჟიმის სამსახური. სალსაფას ეს ადამიანები არ უნდა იყვნენ არჩეულები, მე ამას ვამბობ. პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობას ვერ ხედავთ ამაში. ეს გამოიკვეთება უკვე ეტაპობრივად. აქამდე ვერ დაინახეთ. ეს ბიოგრაფიები გამოქვეყნდა გაზეთებში. არა, მე ნანახი მაქვს და მეც ვაპროტესტებ ამ ადამიანებს და ხალბატონ ინგას გასცემ. არ მიცემთ მაგ. რა თქმა უნდა, მე არ უჭერ იმ ადამიანებს. თუმცა მე არ ვირჩევ, ხო, მარტივად არის. ხო, აქ საქმე მეც მაყურებელი ვარ, ისე როგორც თქვენ და უცდი იმ პროცესის განვითარებას და შესაბამისად შემდეგ გავაკეთებ უკვე ჩემ რეაგირებას. მე მგონი აბსოლუტურად ცხადია, რა თუნდა დიდი მსჯელობა და ნოსტრადამუსობა იმას, რომ აი არა, ეს ახლა მარჯელობაა და მეტი არაფერი. ერთი წუთით ნიკა ნახეთ, ძალიან ცხადია ვინ ფარველობს მურუსიძეს და მის იმას. ერთი სახელი დაასახელა, მთავარი ვინც არის და თავში ვინც არის, მაგრამ მას ყავს თავის წარმომადგენლები, რომელზეც გონიათ რომ ჩვენ დავივიწყებთ ამ ადამიანებს. ბატონი კობახიძე, ოხანაშვილი, მათიკაშვილი, აი ეს უსახო დეპუტატები, რომელთაც არც სამოქალაქო აქტივიზმში გაუკეთებიათ რამე, არც ავტორიტარიზმის აი რატო არიან უსახო დეპუტატები? ერთი წუთი. კი ბატონო, რატომ არიან უსახო დეპუტატები? არ იყვნენ იმ ძველ გუნდში, მაგრამ დღევანდელ გუნდში არიან და ეს არის მათი მინუსი. არა, მათი მინუსი ცით რა არის, რომ პოლიტიკოსი იქმნება პოლიტიკურ პროცესში და ბრძოლაში. და ბრძოლაში რომ შემოდიხარ უკვე მზამზარეულად და პირდაპირ პარლამენტის წევრი რო ხდები, მაშინ შეხარ უბრალო შემსრულებელი, კლერკი, რასაც დაგავალებენ, გამოწერავი იმის განსაცდელს. ვიღაცა დღეს ხდება პოლიტიკოსი, ვიღაცა 7 წლის წინ იყო და ვიღაცა 15 წელიწადში. კი ბატონო, მაგრამ ირაკლი ნახეთ რას გეუბნებით ნამდვილი პოლიტიკოსები. ეგ თქვენი დამოკიდებულება პატივდება. ნახეთ ნამდვილი პოლიტიკოსები, ვინც რჩება ისტორიას, ვინც ცulis რაღაცას უკეთესობისკენ. ყველა ესეთი პოლიტიკოსი არა, მე საუბრობდი ხარაშვილზე და ყველა ესეთ პოლიტიკოსი ჯერ ქუჩაში უბრძოლია, ალექცია წაუკითხავს, ოღონდ სერიოზული ისეთი არა, როგორც ზოგიერთი მიკითხულობენ. რაღაციდან მოდის და არა ისე რომ ვიღაცა შეუქმნის ლეგიტიმაციას, ვიღაცა დანიშნავს და დადებს იმ დარბაზში. ვინმე მიცოდა ანრი ოხანაშვილის სახელი 2 წლის წინაც კი, როცა სიაში ჩაწერეს 53 ნომრად. ხო, მაგრამ ანუ ამას ვამბობ ის რომ ადამიანი არ იყო დაუშვათ პარტიის შექმნის სათავეებთან, მას ეს რატო ახდენებს? სხვა რამეს გეუბნები, მაგრამ ასეთ როუძები გუბასანიკიძე იყო 2011-ში და კი ვიცით ახლა რომ სააკაშვილთან არის. სააკაშვილთან არის. მე ბატონი გუბაზი მგონი ნინო ბურჯანაძესთან და მწვანეებთან იყო კარგად და არ ვიცი ვისთან არის. მე სხვა რამეს ვამბობ, ინგა, პოლიტიკოსს უნდა კონდეს გამოცდილება პოლიტიკური ბრძოლის და თუ არა აქვს ეს პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება, მაშინ ის ნამდვილ პოლიტიკოსად ვერ ყალიბდება და ყოველთვის არის დამოკიდებული სხვაზე. როცა შენი სახე არა გაქვს, შენი წონა არა გაქვს, შენი ის არა გაქვს ზომა ამ პოლიტიკაში და ვიღაცის მოყვანილს დაგიძახებენ ყოველთვის, ესე პოლიტიკა არ იქნება და ესე პოლიტიკა მინდა დავსვა კითხვა, უпростоრედ მინდა დაუსვა ეხლა კითხვა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს დავით ასათიანს. მადლობა ასევე გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესს, ბატონო დავით? პირდაპირ შეხება გაქვთ ხომ ამ ყველაფერთან? თქვენ როგორ ხედავთ? აი გავლენებისთვის ბრძოლა, როგორც ირაკლის აქვს ეჭვი და თქვა რომ არა გულწრფელია ამ ბრძოლაში, დაუშვათ ადამიანთა ის ნაწილიო, ხო, რომელიც აპროტესტებს დღეს ქართული ოცნებიდან მოსამართლეების საკითხს, თუ ეს არის რეალური პროტესტი მართლა, რამაც შეიძლება პარტია ორად დაშალოს. ზოგადად თუ გიფიქრიათ, აი რა ვალდებულება აქვს დღეს ხელისუფლებას, რომ ასე თავგადაკლულები ლობირებენ ამ ჯგუფს მოსამართლეების. მადლობთ მოწვევისთვის. მადლობა თქვენ მონაწილეობისთვის. მე საერთოდ არ მიყვარს დრამატიზება სიტუაციის, მით უმეტეს როცა ასე ვთქვათ ძალიან ისედაც კრიზისთან აგვაქვს საქმე, მაგრამ ეს დისკუსიაც ეხლა რაც ამ თქვენ დარბაზში ხდება, თქვენ სტუდიაში ხდება. ისევე როგორც საზოგადოებრივი დისკუსია, მე არ მახსენდება ასეთი მწვავე დისკუსია ბოლო პერიოდის განმავლობაში, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს მართლაც რეალურ კრიზისთან საუბარი, რაც ეხება სასამართლო ხელისუფლების მმართველობას. ახლა აქ ბუნებრივია ჩვენ თუ სასამართლო არ იარსებებს და სასამართლო სისტემა არ იქნება სანდო და ჩვენ არ გვექნება ხარისხიანი მართლმსაჯულება, მაშინ ჩავთვალოთ, რომ გვექნება ყველას ომი, ყველას წინააღმდეგ, რაც წარმოუდგენელია, სახელმწიფოზე ვერ შედგება.
შესაბამისად, თუ ჩვენ გვინდა რომ სასამართლო სისტემა გვქონდეს და ის იყოს სანდო, ამისათვის ბრძოლა, თქვენ ბრძოლა ახსენეთ. ბრძოლა ეხლა არის სწორედ რომ სასამართლო გახდეს ხალხის. სასამართლო პირველ რიგში არ ეკუთვნის არც ერთ პოლიტიკურ ძალას, არც ერთ ხელისუფლებას თუ ოპოზიციას თუ რაიმე ჯგუფებს, ეხლა ვერ ვერკვევი კარგად მე შიგნით ჯგუფებში ამ პოლიტიკურ არ არის პრობლემა. მადლობა. თუმცა დიდი ინტერესი არ მაქვს მაინდა-მაინც მაგ გარკვევის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ სასამართლო დაუბრუნდეს ხალხს და ეკუთვნოდეს ხალხს. სწორედ ეს არის ამ ადამიანების ისინი არც იურისტები არ არიან, საზოგადოების წარმომადგენლები არიან. ეგ არის პრობლემა. ადვოკატურასაც შეეხება. ადვოკატურას ახსოვს პერიოდი 2005-12 წლებში, როდესაც დაახლოებით 150 ადვოკატი იყო დაპატიმრებული, ბევრი მათგანი პროფესიული ნიშნით. ეს მინდა გითხრათ, რომ ეს მშრალი სტატისტიკა არ არის. ეს არის საშინელი ციფრები, ჩემი წარმოდგენით, რადგანაც ბოლშევიკების მმართველობის პერიოდის 70 წლის განმავლობაში არ ყოფილა ამდენი ადვოკატი დაპატიმრებული, რომ შევატაროთ. რაც მოხდა 2005-12 წლებში, საბედნიეროდ დღეს ადვოკატები ციხეებში აღარ არიან, ეს უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ჯერჯერობით. იმედია არასდროს. მაგრამ მეორეს მხრივ ირაკლი მახსენა, უპასუხოდ დარჩა კითხვები. რა კითხვები? აი, მაგალითად 150 ადვოკატი იყო დაპატიმრებული. 200-მდე ადამიანია, თუ არ ვთქვი, შეიძლება ციფრებში მეშლებოდეს, პოლიტიკურ დევნილად აღიარებული პარლამენტის აქტის მიერ. მარცხაჯულება ჩვენი ამერიკელი, ევროპელი კოლეგების მიერ მათ დასკვნებს თუ ვნახავთ, შეფასებული იყო როგორც შერჩევითი მარცხაჯულების ქვეყანა საქართველო, ხო? ამ კითხვას პასუხი არ გაეცა. სამწუხაროდ ჩვენ ვერ მოვახერხეთ ღირებულებითი შეფასება იმისი, რაც მოხდა 2005-12 წლებში. როდესაც საუბარია სამართლის კომისიაზე თუ ხარვეზდების დამდგენი კომისიაზე, ეს ალბათ იყო გამოსავალი. მე რა თქმა უნდა არა ვარ მომხრე რომ ჩვენ ახლა ყველას თავები უნდა, ასე ვთქვათ, წავაჭრათ, რაღაც ისინი მოუწყოთ სასამართლოები და ასე შემდეგ, მაგრამ უნდა მომხდარიყო ღირებულებითი და სამართლებრივი შეფასება. ეს არ განხორციელდა. და სამწუხაროდ დღეს ჩვენ ვხედავთ მდგომარეობას, როდესაც იგივე ადამიანები და აქ მე მინდა მკვეთრი ზღვარი გავავლო, რომლებიც იყვნენ პასუხისმგებელი სასამართლოს დაცვაზე, სასამართლო დამოუკიდებლობის დაცვაზე იმ მძიმე წლებში, დღეს ისევ არიან მაღალ თანამდებობებზე თავად სასამართლო სისტემაში. და რატომ აი რაში აწყობს, როგორ ფიქრობთ ეს ხელისუფლებას? ეს არავის არ უნდა აწყობდეს. კიდევ ერთხელ აქ არ არის მოგებული და წაგებული. აქ ჩვენ ან ყველა ერთად, საზოგადოება, ხელისუფლება, ოპოზიცია, პარლამენტი, ყველა ერთად ვიმარჯვებთ, ან ყველა ერთად ვმარცხდებით. აქ სხვა გამოსავალი არ არსებობს. მთელი პარადოქსალური სიტუაცია იმაში მდგომარეობს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ძალიან ეგრეთ როგორც თავად უწოდებენ, ლიდერები სასამართლო ხელისუფლებაში, დღესაც მიილტვიან უმაღლეს ინსტანციებისაკენ და დღესაც უნდათ იყვნენ ლიდერები ამ ხელისუფლებაში. აი, იცით რა შეა საქმე? მიილტვიან და ვიღაც მათ ამის საშუალებას აძლევს, ხო? აი ეს კითხვა, ხო? მე შეიძლება ბევრი რამ მინდოდეს, მაგრამ ხელისუფლების მიერ ზის გაყვალვას ვერ ხედავთ. გინდა ციგნეებში ჩავიდეთ. თუ ჩვენ სამართლების ციგნეებში ჩავალთ, სასამართლო ხელისუფლება, რადგანაც ეს დამოუკიდებელი ხელისუფლების შტოა, იმ გადაწყვეტილებებს, რასაც იღებს იგივე ქვედა ინსტანციების მოსამართლე და გამწესებასთან დაკავშირებით, არის მათი გადასაწყვეტი საქმე და ამას უშუალოდ ეხა ვერც პარლამენტი, ვერც პოლიტიკური ხელისუფლება ვერ ჩაერევა. მაგრამ დღეს გვაქვს ჩვენ კრიტიკული ზღვარი, რადგანაც უზენაეს სასამართლოში ნომინირება არის მათი პრეროგატივა, მაგრამ არჩევა არის პარლამენტის პრეროგატივა. სწორედ დღეს არის ის კრიტიკული მომენტი, როდესაც პარლამენტმა უნდა იკისროს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. თითოეულმა დეპუტატმა, როცა ისინი გადაწყვეტილებას მიიღებენ, უნდა იფიქროს თუ როგორ წინააღმდეგობრივ ხალხს გაამწესებენ იქ თუ არ გაამწესებენ. მე ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი. ძანე და გედევან ხაძე უნდა ჩავთო. ეს უნდა აღვნიშნოთ ყოველთვის, მეგობრებო. 300 მოსამართლეა ქართულ სასამართლოში. ბევრი მათგანი დამერწმუნეთ, ადვოკატები მე ძალიან კარგად ვიცით. არიან ღირსეული და მაღალი რეპუტაციის ადამიანები.
სამწუხაროდ თავად ლიდერებია სასამართლო ხელისუფლების მათ რიგით მოსამართლეებს უწოდებენ ინდივიდუალურ მოსამართლეებს. ესე იგი წარმოიდგინეთ რიგითები არიან ისინი და ვიღაცები გენერლები არიან. აი ამ გენერლების თემას უკავშირდება გესმით ჩემი. ამიტომ აქ უნდა მარტივად დღეს არის გენერლები რატომ უნდა გამოვიდნენ როგორ ფიქრობთ მე კი არ რამეს მე კი არ ვამბობ კი არ ვაპროტესტებ უამრავი არის ვინც გააპროტესტებს და ალბათ მეც ვიქნებოდი მათ შორის ვინც ხელს მოვაწერდი ამ ტიპის მიმართვებს და პეტიციებს იმიტომ რომ წლების განმავლობაში ჩვენ ვაშუქებდით იმ ამბებს რასაც უკავშირდებოდა მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილება მაგრამ ჩვენ დღეს გვაინტერესებს დღევანდელ რეალობაში როდესაც 2012 წელს ქართული ოცნება მოვიდა სწორედ სამართლიანობის აღდგენის დაპირებით რატომ გამოვიდნენ ისევ არენაზე დაუშვათ ადამიანები რომლებიც ამ გადაწყვეტილებას იღებდნენ და რატომ აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის ესოდენ მისაღები ეს ჯგუფი რომ გვეუბნებიან მაშინ ცუდ საქმეებს აკეთებდნენ დღეს კარგს აი ახლა მომწერა ერთ-ერთმა მაყურებელმა რომ მაგ ლოგიკით მაშინო წინა ხელისუფლების პრეზიდენტიდან დაწყებულიო ნებისმიერი ჯგუფის წარმომადგენელი დამთავრებული ყველა შეუძლია გითხრათო რომ ხო მე ვინანე რაღაცა არ იყო სწორი გადაწყვეტილება და მაშინ რაღაცე εδავებით ამათ იმ პოლიტიკურ ჯგუფს კარგი მოდით დედევანთან გადავალ მე შეკითხვი და შემდეგ დაგიბრუნდებით შეიძლება აქ ლაპარაკი იმაზე რომ დაინიშნოს საჯარო თანამდებობაზე თორე იმაზე ლაპარაკი არ არის რომ დაიხვრიტოს ეს ყველა მოკლედ რა თქმა უნდა ჩვენ ვინანი არ შველის იმას ეხა მოდით რა თქვენ ცოტა ისე ხართ რა მიკი მოკიბულად ცოტა აი ვინა მე გეტყვით პირდაპირ ბიძინა ივანიშვილთან ლევან მურუსიძე ნანახი ყავთ კადრი გაქვთ ნანახი კადრი ამ კითხვას გისვამ რატომ აღმოჩნდა თქო ამ ხელისუფლებისთვის ესოდენ საჭირო ეს დააყენა 2013 წელს და თქვა რომ ეს აი მიშა მიპასუხოს და ცოტა ხანში ძალიან მოკლე 30 წამი მინდა სულ წინა ხელისუფლება გადაყვა სანდროს ყველობას ხო ვიძლევი გარანტიას პირობას გინდა მუხარად აღიქვან, გინდა გაფრთხილებად აღიქვას ხელისუფლებამ, მოსამართლეების გამწესება უბადოს გადაყვება ეს ხელისუფლება. საქართველოში ძალიან მალე ამ მოსამართლეების ამ 10 სამარცხვინო მოსამართლის სახელდაგვარზე ვიძახი და მათ იმაზე რა ქვია, მფარველებზე კიდევ. ძალიან მალე მიიღებენ 200,000 ქართველ საქართველოს მოქალაქეს ქუჩებში პარლამენტის წინ. თუ ეს ესე არ იქნება გამახსენეთ დღევანდელი დღე რიცხვი ამ გაზაფხულზე. რა შემთხვევაში მიიღებენ? თუ გაიტანენ მაინც და მაინც მე ვიცი რომ გაიტანენ და იცი დანიშნავენ. აი მე ვიძახი რომ ჩინჩალაძეს გრიტიშვილს მიქაუტაძეს გაიყვანენ და გაამწესებენ უბადო მოსამართლეება. კარგით, მოდით მეგობრებო, მე რეკლამის დრო მაქვს, რეკლამას გაუშვებ ეთერში და გედევან ფოფხაძე უკვე ყავს ხაზზე, ასევე ჩვენთან ერთად იქნებიან უკვე რეკლამის შემდეგ გიორგი სიგუა, გია ვოლსკი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი და განვაგრძობ ჩვენს დისკუსიას უწყვეტი რეჟიმით. გიორგი სიგუა, რომელიც ასევე იყო აქტიური მეოცნებე და დღეს მიხეილ სააკაშვილის გვერდით დგას, ალბათ ის ლიეჟის ცნობილი კადრები უკვე ყველას ფესტივალებს რო აკეთებს. დიახ, აუცილებლად მოусმენთ მასაც პირდაპირ ეთერში. ირაკლი ძალიან ჩამორჩენილა, მე მგონი პოლიტიკური პროცესების ფესტივალებს აკეთებდა ეს კაცი. კიდევ მანთხარ, ხო შენ? რეკლამა მალე გაივლის და გედევან ფოფხაძე შემოუერთდება ჩვენს დისკუსიას. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში გვიერთდება ამ დისკუსიაში გედევან ფოფხაძე პარლამენტის წევრი. დიდი მადლობა ბატონო გედევან რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. პირველი რაზეც მინდა ეხლა თქვენი კომენტარი მოვისმინო. სტუდიაში გამოითქვა ასეთი მოსაზრება, ირაკლი ლატარია იყო ამ განცხადების ავტორი, რომ სინამდვილეში ამ ჯგუფის მხრიდან თქვენზე არის საუბარი და ეკა ბესელიაზე. პროტესტი მოსამართლეების თაობაზე ეს არის ფარისევლობაო. რას უპასუხებდით აი ამ განცხადებას? იმიტომ რომ აქამდე არ კეთდებოდა არანაირი განცხადება მსგავს თემაზე, ეს არის განცხადების ავტორის პოზიცია. მოგესალმებით. მე არ ამგონია რომ ან ეკას ან მე ან რომელიმე ადამიანს რომელიც დღეს პარლამენტში ქართულ ოცნებას წარმოადგენს და მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია აქვს, თავი მქონდეს სამართლებელი. მე 2012 წლიდან
რომ მოუყვე ქრონოლოგიურად და ჩვენი პოზიციები დავაფიქსირო, ხა ის 9 წელი რას ვაკეთებდით და როგორ ვიქცეოდით, იმასთან დაკავშირებით იმედია კითხვის ნიშნები ჩვენთან მიმართებაში არ არის და 2012 წლის პირველი ხმაურიანი აქტი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, იყო ამნისტია, რომელიც ითვალისწინებდა პოლიტპატიმრების სიას და რომელიც ითვალისწინებდა სამართლებრივ შეფასებას იმისას, რომ ქვეყანაში იყო პოლიტპატიმრები. თუ მოსამართლების მიერ არ იყო ეს პოლიტპატიმრები შექმნილი, აბა უცხოპლანეტელები ხარ ჩამოვიდნენ და ხარ ჩამოვიყვანეს ეს პოლიტპატიმრები. 2016-ში კი ჩვენ დავდეთ დოკუმენტი, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის სისტემური დანაშაულის სამართლებრივი შეფასება მიცა კომიტეტის დონეზე და პარლამენტის დონეზე. მე არ მესმის ის 4 წელი ჩვენ რატომ უნდა ვიმართლოთ თავი და რა გავაკეთეთ ისეთი, რომ ეხლა ვიღაცამ ჩვენ დაგვაბრალოს, რომ თურმე დღეს რომ ჩინჩალაძე და მურუსიძე ყავს საქართველოს, ეს არის ჩვენი ბრალი და არა ის სამართლები და პოლიტიკური მემკვიდრეობა, რომელიც ამ გუნდს ერგო. თუმცა ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ქართული ოცნება არ იყო ერთგვაროვანი ამ საკითხთან მიმართებაში და ჩვენი განსხვავებული აზრი ეკაბესელიას, გედი ფოფხაძეს ძალიან ბევრ სხვა ჰქონდა ყოველთვის და ყოველთვის ვაფიქსირე. რას ნიშნავს არ იყო ერთგვაროვანი? ბატონო გედევან, შეგიძლიათ უფრო რომ დააზუსტოთ. რას გულისხმობთ ამ შემთხვევაში? რას გულისხმობ და 2013-ში ჩვენ პირველად დავაფიქსირეთ ჩვენი განსხვავებული პოზიცია იუსტიციის საბჭოს ფორმირების საკითხთან დაკავშირებით. წელიწად ნახევრის წინ მე დავაფიქსირე, რომ ის მოსამართლეები, რომლებიც უვადოდ ინიშნებოდნენ, უვადოდ დასაჭერები იყვნენ და ეს განცხადება შეუძლიათ ამოიღონ და ნახონ, ეს არ არის პარლამენტის წევრისგან ისეთი განცხადებები, რომელიც იკარგება პოლიტიკურ სივრცეში და არ რჩება, ასე თქვა. ამიტომ თავის სამართლებელი ინგა ჩვენ არაფერი არ აქვს. მე სხვა რაღაცა მაქვს სადარდებელი და საფიქრალი და საზოგადოებას იმაზე გავაკეთებინებდი აქცენტს, რომ რატო დაიწყო კამპანია ეკაბესელიას წინააღმდეგ იმის მერე, რაც მან თავისი პოზიცია დააფიქსირა. კამპანია დაიწყეს ეგრეთ წოდებულმა ექსპერტებმა, რომლებიც თქვენ წავთ ბატონი აბაშიძე იქ სტუდიაში, რომელმაც პასპილები და რაღაცა თავისი ვერსიები დაწერა Facebook-ზე, სანდო წყაროებზე დაყრდნობით, რომ ეკაბესელიას კორუფციის გამორიცხავდნენ. მე ამას მოყვა ვიდეო მასალების გავრცელება და ბევრი სხვა შავი პიარის შემადგენელი ელემენტი. ამიტომ მე ჩემთვის ყველაფერი ძალიან ათელია რა. ვიღაცისთვის ეს თემა არის მტკივნეული და უნდათ რომ პერსონალურად მოხდეს იმ ადამიანების დისკრედიტაცია და რაღაცნაირად ამ თემიდან გაწევა, ვინც გავბედეთ და ხმა ამოვიღეთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსეთ. ვის უნდა მე ხომ ანგარიშწორება, ასე ფიქრობთ თქვენ, მათ შორის აი გია აბაშიძის განცხადებები ახსენეთ. არა, მე სხვათა შორის ბატონო გედევან, მე მაქვს არაერთხელ ეს ნათქვამი და ეხლა კიდევ გავიმეორებ, რომ მე აი ესე პირდაპირ მე 1000-ად ვიმეორებ, მე უცხადებ სოლიდარობას ეკაბესელიას მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ დაიწყო ისეთი ბინძური მეთოდებით ბრძოლა, როგორიც იყო პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება. ამაზე ბინძური მეთოდი ჩემთვის არ არსებობს და ადამიანის მიმართ ანგარიშწორების ამაზე უფრო მძიმე ფორმა ჩემთვის არ არსებობს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავუსვამ ამას ხაზს. ეხლა რატომ გავაკეთე ამაზე აქცენტი? ანუ თქვენ ერთიან კონტექსტში განიხილავთ, მაგალითად გია აბაშიძის იმ ცნობილ Facebook სტატუსებს ეკაბესელიაზე, ზაზა ოქუაშვილთან რაღაც გარიგების თაობაზე, შემდეგ კადრების ატვირთვას და ეკას განცხადებებს მოსამართლეებთან დაკავშირებით. ეს არის ერთიანი ჯაჭვი. და ბატონი ლატარიას განცხადებაც მიემატეთ იმ კონტექსტს ძალიან გთხოვთ რა. ერთიან კონტექსტში განვიხილავ, მიმაჩნია რომ ეს არის ერთიანი კამპანიის ნაწილი და მე შედეგობრივად მინდა აქცენტი გავაკეთოთ იმაზე, რა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ საახალწლოდ ეს საკითხი არ გასულიყო სესიაზე და ჩვენი პოზიცია ყოფილიყო პრინციპული. ხა მარკო ეკა არ იყო ამ საკითხში, რა თქმა უნდა, ბევრი ვიყავით, ბევრი ვაფიქსირებდით ჩვენ პოზიციას, მაგრამ იურიდიულ კომიტეტზე საკითხი განხილული იქნებოდა თუ არა, ეს იყო ეკაზე დამოკიდებული. თუ ეკაბესელია არ გამოიჩინდა პრინციპულობას და მიყვებოდა პროცესს მას შეეძლო წინააღმდეგიც მიეცა ხმა, მაგრამ კომიტეტზე უარყოფითი დასკვნითაც საკითხი შეიძლებოდა მე 28-ში უკვე სესიაზე გასულიყო და არ უნდა გასულიყო. ეს იყო პრინციპული მომენტი. ამიტომ ვინც ამას სპექტაკლს უწოდებს, ან პროცესის არსში ვერ ეყევა, ან უბრალოდ არის ნაწილი. ბატონო გედევან, ერთი წამით იყავით, შეიძლება ჩვენთან ერთად მე დებატებში შესვლას არ გთხოვთ, უბრალოდ კომენტარი მინდა მათ ვთხოვო, ვინაიდან
მიწიდან გვარები დაასახელეთ, მანამდე ერთ კითხვაზე მიპასუხეთ. რამდენადაც შეგიძლიათ გულწრფელად იქნებ მიპასუხოთ. აი კამპანია, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ, ეკას წინააღმდეგ, ვინ დგას ამ კამპანიის უკან? კამპანიის უკან ხო უეჭველი ვიღაც უნდა იდგეს ან ვიღაცეები? შეგიძლიათ მითხრათ ვინ დგას? იგა ხო გესმით რომ სახელებს და გვარებს ვერ გეტყვით ახლა მე რომ ვიცოდე და მტკიცებულებები რომ მქონდეს ახლა ვარაუდი საფუძველზე ვერ გეტყვით პარტიული ჯგუფი დგას ეს მაქვს მხედველობაში ოცნების ყველა ის ადამიანი არის თანამონაწილე ამ კამპანიის ვინც მხარს უჭერს ჩინჩალაძის მურუსიძეს და გვრიტიშვილს და იუსტიციის საბჭოს იმ მცდელობას, რა მცდელობაც იყო შარშან საახალწლოდ, როდესაც უნდათ ასე ფურდულად შემოეპარებინათ სია პარლამენტში და მიაღწიათ უვადოდ დანიშნული ზონდერ მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში. ხა მე შეიძლება პოლიტიკურად ბევრი ადამიანისგან განსხვავებული აზრი მქონდეს, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით ვინც ჩემთან სოლიდარულია, მე ყველას ანგარის გავუწევ და მოვერიდებ, იმიტომ რომ ვიცი საქართველოსთვის რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს არ მოხდეს და ჩვენ არ მივიღოთ მოწამლული, დისკრედიტებული და აი ყოველგვარ მორალს და ზნეობას მოკლებული უზენაესი სასამართლო. ამის ფასი მე კარგად ვიცი და რაღაცა პოლიტიკურ მომენტს შეიძლება ბატონ გედევან, მოდით ვიდრე მე შემდეგ კითხვას დაგისვამ, თუ შეიძლება გაგაწყვეტინებთ, მე მინდა გია აბაშიძეს და ირაკლი ლატარიას მოусმინოთ და დაგიბრუნდებით მე ის. ხო, უნდა მექნება რომ მე მაინც მომცეთ საშუალება რომ ფაზები დავასრულო. აუცილებლად რასაკვირველია, იმიტომ რომ მეც მაქვს თქვენთან რამოდენიმე კითხვა, რას უპასუხებდით გია და ირაკლი? პასუხების საშუალებაც მომცეთ. რა თქმა უნდა, ბატონო გედევან, აუცილებლად ამის პირობას გაძლევთ. ამ კამპანიაში მონაწილე პირები გედევან ფოფხაძემ დაასახელა და მათ შორის თქვენ ორის გვარი. და გია მართლა შენ გეკუთვნოდა 2 იანვარს ცნობილი Facebook სტატუსი, სადაც ეკაბესელიაზე რაღაც კორუფციულ გარიგებებზე შენ საუბრობდი, შემდეგ პირადი ცხოვრების ფარულ ჩანაწერებზე ეს ჩემი პირადი ვარაუდი, არც შეკვეთილი, არც ეგრეთ წოდებული ვაკის პარკის სანდო წყაროს მიერ მოწოდებული, გადავხედე ფაქტებს, მოსაზრებებს, მიმაჩნია რომ პირადი ცხოვრების შესახებ მასალის სავარაუდო გავრცელებაზე ინფორმაციის გავრცელებით და ბესელიას ვიქტიმიზაციით სრულად მოგებულია თავად ეკა ბესელია. რა არის ეს? შეგიძლიათ მითხრათ და აქვს თუ არა ამ შემთხვევაში გედევან ფოფხაძეს ან ეკა ბესელიას უფლება ჩათვალოს რომ მართლა კამპანიის ნაწილია თქვენი განცხადებები? მათი უფლება აღიქვან ისე როგორც ეს უნდათ მათ. მეც მაქვს უფლება რომ გამოვთქვა ვარაუდები ჩემი წყაროებისგან რაც მესმის, ხომ? მაგრამ რატომღაც ავიწყდებათ ბევრს რა იყო ასევე აქვე ვიტყვი რომ მე ნიკა გვარამიასთან არანაირი სოციალური კავშირიც კი არ მაქვს Facebook-ში, მაგრამ რატომღაც ავიწყდებათ რომ 27 დეკემბერს მანაც ახსენა ზუსტად ეს ვარაუდი და იმ ჩემ 2 იანვრის Facebook სტატუსში ზუსტად ეს იყო, ასე თქვათ, რეფერენსი გაკეთებული, რომ მასაც გქონდა ეს ვარაუდი. ვიმეორებ, არანაირი კავშირი ჩვენ არ აგვაქვს. ანუ შეიძლება ამაზე ააგო 1000 კონსპიროლოგიური თეორია. მე საგანგებო პრესკონფერენციას მოვიწვია მეორე დღეს ამ ფარულ კადრების გავრცელებაზე, რომ დავგმე და ვთქვი, რომ ვინც ავრცელებს ის უკვე დამარცხებულია და ხო, მაგრამ როცა ამბობთ, რომ მოგებული დარჩა თავად ბესელია, მაშინ მეორე სტატუსი, ეხა მეორე სტატუსი, ეს იცით რა სიმძიმეა, როდესაც შენ შეიძლება დაგაბრალო, რომ შენი პირადი ცხოვრების კადრები გაავრცელე, იმიტომ რომ მოხდეს შენი ეხა მეორე სტატუსის კომენტარს გავაკეთებ. და თურმე შენ გაწყობს, ეს არის უმძიმესი რამ. პიარულად ავხსენი, მან წერია ზუსტად, თქვენ ამობეჭდილი გაქვთ უკვე წინასწარ, პიარულად ვის ინტერესებში შედიოდა, ამაზე არის ლაპარაკი, ხო? ვინ იხეირა, ვინ დაზარავდა. დაზარავდა ვინ? მართველი გუნდი. და როგორ შეიძლება იხეიროს ადამიანმა, როდესაც მოდი ასე დავარქვათ, იხეირა, პიარულად, ხო? პიარულად ლაპარაკობთ. რატო არ უშვებთ ეხლაც ამას იგივე? ეხლა არ უშვებ, მაგრამ თავიდან ჩვენ ხო არ ქონდა სრული ინფორმაცია რა ხდებოდა, სრული ინფორმაცია თავიდან იმაზეც არ ქონდა, სად გავრცელდა, ვინ მიიღო, რა მიიღო. ანუ ეხლა აღარ ფიქრობთ რომ ეს ეკას არა, ბუნებრივია, მაგრამ ეს როდის არის, რამდენიმე დღის წინათ, ხო, თუ არა კვირის წინათ, ხო? 29 იანვარი. ხო, ეხლა დღეს 9 ეს არის, ხო? ხო, არა, გაკონკრეტებინებთ, ანუ ეხლა აღარ ფიქრობთ. არა, ესე არ ფიქრობ, მაგრამ თავიდან ჩვენ ხო არ ქონდა ინფორმაცია, ხო? როგორ იყო და რა იყო? კი ბატონო. კი ბატონო, ირაკლი თქვენს გაძლევთ სიტყვას და ისევ ბატონ გედევას დაუბრუნდები და მე კლავ სტუდიაში გადმოვინაც. მე უპასუხებ საკმაოდ
ბატონ გედემოვმა ბევრჯერ ახსენა სიტყვა პრინციპულობა და თუ და ასევე პოლიტიკოსის ბევრი გამოსვლა უნდა ვნახოთ და მე კარგად მახსოვს ბატონი გედემანის არაერთხელ გასვლა მივდივარ აჟიოტაჟის შექმნა და შემდეგ ბოდიშიც მახსოვს ეს უკვე აღარ არა პრინციპულობა და მის მხრიდან ესეთ რაღაც დაახლოებით იუმორნარევ შენიშვნასაც კი არ მივიღებ მე მაქვს ჩემი უფლება ვივარაუდო ის რასაც ვიძახი და მე ამასთანავე მაქვს იმისი უფლებაც რომ თქვა ის რასაც მე ვფიქრობ და ის რომ ქალბატონი ეკას გადადგომა იყო ჩემის აზრით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ მას შეინარჩუნებდა პოლიტიკური ხვალინდელი დღე ამას დღესაც ვიტყვი ხვალაც და ალბათ დიდი ხანი კიდე გავიმეორებ იმიტომ რომ ეს არის საკმაოდ შეიძლება სხვისთვის საკამოთ მაგრამ ჩემთვის ამომწურავით ხედავ ამ ყველაფერს და ვთვლი რომ ეს არის ის პასუხი რასაც მე კარგით გადავალ ისევ ბატონ გედევანთან და შემდეგ სტუდიაში გადმოვინაცვლებ აი მოისმინეთ ალბათ თქვენ მათი პასუხები მე კიდევ ერთხელ ვიტყვი უბრალოდ იმ მაყურებლისთვის ვინც შეიძლება თუნდაც თავის თავში დაუშვას რომ ადამიანს ქალს შეიძლება აწყობდეს საკუთარი პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება და რაღაც ვიქტიმიზაცია და მსხვერპლად წარმოჩენა. ეს არის აი მე გამოცდილი მაქვს ეს ყველაფერი და იმიტომ ვამბობ, ეს არის აი ძალიან მძიმე მოსასმენად იმ ადამიანისთვის, ვინც არის მსხვერპლი. რეალურად აი ამ ტიპის ანგარიშწორების და ყოველთვის ამ შემთხვევაში ვდგევარ იმ ადამიანის გვერდით, ვისაც ასეთი საშინელება მოუწყეს. ან მომავალში კიდევ მოუწყობენ ჩვენ რა ვიცით ბატონო გედევან ისევ თქვენთან გადმოვდივარ აი მოისმინეთ თქვენ ახლა პასუხები და აღარ ვფიქრობ გია აბაშიძემ თქვა დღეს იყო დასმული ზუკაფიოთ რომ ინფორმაცია კადრების გავრცელების შესახებ და არა კადრები ჩვენ ხო კადრების ეტაპზე არ ვიცოდით ხო ინფორმაცია ანუ გავრცელებაზე ხო შემდეგ მე გაირკვა უკვე რომ მე უგზავნდნენ ადამიანებს და დაიჭირეს კიდევაც ამაზე. რა სიტყვით ბატონო გედევან გადმოვდივარ თქვენთან და მე კიდევ მექნება ერთი კითხვა. გისმენთ. ინგა მე მაინც ურჩევდი ჯესარამდე სტუდიაში ხართ და არ დაშიძახართ ბატონ გიორგი აბაშიძეს რომ ბოდიში მოიხადოს ეს იქნება მისი მხრიდან ადეკვატური საქციელი ექსპერტს რო ეშლება რაღაცა წინასწარმეტყველება ისედაც უნდა მოიხადოს ბოდიში მაგრამ ამ შემთხვევაში მე მგონი მორალური პრობლემაც აქვს და ძალიან სწორად მოიქცევა თუ ეკაბესელიას ახლა ბოდიშს მოუხდეს სტუდიაში იმის მერე რაც გექნებათ საშუალება გააგრძელოთ იქ სტუდიაში საუბარი ჩვენ პრინციპულობას ჩვენ არავის არ უმტკიცებთ ნებისმიერი ჩემი დემარში თუ ნებისმიერი განსხვავებული პოზიცია რომელიც მე გუნდის ფარგლებში დამიფიქსირებია განპირობებული იყო იმით რომ მე რაღაცას არ ვეთანხმებოდი და მე არ ვაპირებ ყველაფრის თანამონაწილე გავხდე თუნდაც გუნდურობიდან გამომდინარე თუ ჩვენთვის რაღაცა პრინციპულად მიუღებელია მე ამას გუნდის შიგნითაც ვაფიქსირებდი და თუ საჭირო იყო საჯაროთაც ვაფიქსირებდი ამიტომ ამაში უპრინციპობას ვერაფერს ვერ ვხედავ და ამასაც საყვედურად ვერ მივიღებ და ხაზგასმით მინდა გითხრათ რომ ეკა ბესელიას ნაბიჯები ეხლა რაც მისი მხრიდან იყო გადადგმული ეს იყო იმ ადამიანის მიერ გაკეთებული რომელსაც ის წლები გამოვლილი აქვს და ნაბრძოლი აქვს იმისათვის რომ ადამიანის უფლებები ქვეყანაში ყოფილიყო დაცული ვისაც უნდა დღეს ეს ყველაფერი გააცუდოს და ამ პროცესში ეკაბესელიას დისკრედიტაციით თვითონ თემაც დააზარალოს აი ის პროცესი რაც დაიწყო ქართულ ოცნებაში რომ ოცნების ძველი ტრადიციული ღირებულებების მატარებელი ადამიანები პლუს ისინი ვისთვისაც ეს პრინციპული თემებია და ვისთვისაც ღირებული საკითხებია ვერთიანდებით და ვკრავთ პირს რომ არ შეიძლება ოცნების პირობებში მოხდეს ჟონდერ მოსამართლების დანიშვნა უზენაეს სასამართლოში ვისაც ახლა უნდა ამ ხალხის დისკრედიტაცია და პირველში ეკაბესელიას დისკრედიტაცია იმ ადამიანებს უნდათ რომ ამ თემაში ჩვენ გამოვიყვანონ დამნაშავება და დაზარალებულება და არა ვარ ჩვენ დაზარალებული ეკაბესელია ნამდვილად არ არის დაზარალებული და ვერც ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირს და ნაციონალურ მოძრაობასთან დღის წესრიგში ყოფნას ვერავინ ჩვენ ვერ დაგვაბრალებს თუ ვინმე ებრძოდა ნაციონალურ მოძრაობას და იყო ამ ბრძოლის ავანგარდში ხო ჩვენც გვაქვს მაგაზე პრეტენზია და არავის არ აქვს მორალური უფლება დღეს სხვანაირად წარმოაჩინოს ეს საკითხი იმიტომ რომ აი ბოლომდე თანმიმდევრული ვიყავით ყველაფერი ამაში და მოსამართლების თემა პასუხობთ როდესაც ამას ამბობთ მან თქვა და პოლიცსაბჭოს განცხადებაში იყო რომ ავანგარდში დგას ნაციონალური მე ხასუშობ პოლიცსაბჭოს განცხადებას როდესაც ანუ მთლიანად პარტიას პასუხობთ.
ფაქტობრივად ხო, იმიტომ რომ ამ თემაში ჩვენ ვართ ჩემი აზრით ძალიან პრინციპული და თანამდებობრივი პოზიციის მატარებლები ნაციონალურ მოძრაობა. აქ საერთოდ არაფერი შეში არ არის, ნაციონალურ მოძრაობის შექმნილია, მაგ მოსამართლეები და ნაციონალურ მოძრაობის დამსახურებაა საერთოდ რომ ეს პრობლემა დღეს გვაქვს, ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც დაგვრჩა და რომელიც ჩვენ არ უნდა მივიღოთ. არ უნდა მიგვებოთ და რომელსაც უნდა გავემიჯნოთ. დამოუკიდებელი სასამართლო და თავისუფალი სასამართლო არ ნიშნავს სასამართლოს, რომლის შიგნითაც იქნება კლანი და შემდეგ ეს კლანი იგდებს მონოპოლიას მართლმსაჯულებაზე. ეს იქნება ძალიან ცუდი რაღაცა და ამიტომ ყველას ურჩევ ამ თემებზე მოხდეს აქცენტირება, იფიქრეთ ქვეყნის მომავალზე, აქ ჩვენ პოლიტიკურ მომავალს როგორმე ჩვენ თვითონ მივხედავთ და ყველა მიფიქრობს ქვეყნის მომავალზე და რა მომავალი იქნება საქართველოს თუ ეხლა ჩვენ ყველა არ გავერთიანდებით, არ შევკრავთ პირს და საერთო ეროვნულ კონსენსუსს არ მივახცევთ სასამართლოსთან. აი როგორი განცდა გაქვთ ბატონო გედევან, თუ ყველა არ გავერთიანდებითო, თქვენ მოისმინეთ კომენტარები თქვენს ინიციატივაზე, რომელიც ითვალისწინებს 2024 წლამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას. თქვენ მოისმინეთ თქვენივე კოლეგების პასუხები, მათ შორის ბატონი ზარდიაშვილის კლასების სკოლის კლასების თაობაზე გაკეთებული განცხადებების და რა განცდა გაქვთ, რომ გაითვალისწინებს თქვენი გუნდი ამ თქვენს ინიციატივას და მთავარი რჩებით ქართულ ოცნებაში, რაზე ჩამოყალიბდით? ინგა ბოლოდან დავიწყებ პრინციპული მნიშვნელობა აქვს ახლა იმას, რომ ჩვენი რესურსი მოვახმაროთ იმას, რომ სასამართლოების თემაზე იყოს სწორი გადაწყვეტილება მიღებული. დანარჩენი არის მეორე ხარისხოვანი. მე სად ვიქნები, მაგითი არა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ქართული ოცნების ძირძველი წევრები თუ კი ტოვებენ სახელისუფლებო გუნდს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესია და ამიტომ ესე გვერდის ავლით ვერ ჩავივლით ამ თემასთან, ხო? ჩვენ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღოთ, მე მინდა ყველას შევახსენოთ, ჩვენ დგმურები ქართულ ოცნებაში არ ყოფილვართ და ის ადგილები, რომელიც ჩვენ გვაქვს მაგ გუნდში, ჩვენი ბრძოლით მოვიპოვეთ და რაღაცა წარსულით მოვიპოვეთ ეკაბესელიან პირველ რიგში და მეც მაქვს პრეტენზია, რომ ჩემთვის ეს არ არის წყალობა, რომ ვიღაცამ ქართულ ოცნებაში მიმიღო და გამაწევრიანა. მე ბრძოლით მივიღე ეს ყველაფერი და მიმაჩნია, რომ ის რესურსი, რომელიც ამ ბრძოლაში საჭირო იყო, მე ბოლომდე დავდე. არაფერი არ დამიტოვებ ჩემი თავით. ბატონო გედევან. მე არა ვარ და ეკაბესელი არ არის, მაგის შემდეგ ირაკლი კობახიძეს გულისხმობთ, ვანო ზარდიაშვილს გულისხმობთ, არავის არ გულისხმობთ, არავის გასაგდები და არავის მხრიდან ჩვენ საჩვენებელი არ აგვაქვს, რომ ესე ვთქვათ, კარზე საჩვენებელი ჩვენ არავისგან არაფერი არ გვჭირს რა. ამიტომ გადაწყვეტილებას როდის მივიღებთ, როგორ მივიღებთ, ჩვენ თვითონ მივიღებთ, ეს იქნება ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება. რაც შეეხება იმ კომენტარებს, რომელიც ესმოდა ჩვენი კოლეგებისგან, მე მივესალმები, რომ ვანო ზარდიაშვილი საჯარო სივრცეში საუბრობს და ყოველთვის მოუწოდებდი ვანოს ამისაკენ. თქვას რა პრეტენზიები აქვს დაასაბუთოს ის თავისი პოზიცია საჯარო სივრცეში? მე გონია, რომ ჩვენ ვალდებულება გვაქვს საზოგადოებასთან ამ თემებზე, სასამართლოს თემებზე საჯაროდ ვილაპარაკოთ. ყველა მიცოდეს, ვინაც ფიქრობს, დაწყებული კობახიძიდან დამთავრებული რიგითი გუნდის წევრით და რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილი რას ფიქრობს? გედევან, შეგიძლიათ მითხრათ? ყველამ მე ჩემსაც გეტყვით, მე რას ფიქრობ და ყველამ თავისი სათქმელი საჯაროდ თქვას. აქ არაფერი დასამალი ასე თქვათ ლატენტურ სივრცეში გადასატანი და ფარული იმებით შესაფუთი პროცესი არ არის, ეს არის პროცესი, რომელიც ეკუთვნის ქართულ ხალხს. ეს სასამართლო არის ჩვენი საზოგადოების ნაწილი და ყველამ უნდა დავაფიქსიროთ, რა ვფიქრობთ, რა პრინციპული პოზიცია აქვს, როგორ წარმოგვიდგენია სასამართლოს მომავალი. ზოგადად უვადო მოსამართლე ცუდი არ არის, მე რა დღეს სიმახინჯეა უვადო მოსამართლე, საფრთხეა უვადო მოსამართლე. ამაზეა საფიქრალი. თუნდაც რომ კარგი კანონი მიიღო და პრაქტიკაში ამ კანონმა ცუდი შედეგი გამოიღო, ხო უნდა შეცვალო ეს კანონი. თუნდაც თუ კონსტიტუცია გვიშლის რამეში ხაზ და კონსტიტუციის გამო შეიძლება ცუდი სასამართლო სისტემით დავჭეთ. ესე იგი კონსტიტუციაც უნდა შევცვალოთ და ამაზე საერთო ეროვნული კონსენსუსი. ბატონო გედევან, კიდევ ერთი და დაგემშვიდობებით, რა თუ შეიძლება შესაძლოა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იუსტიციის საბჭოს ფილიალად გადაიქცესო. ეს არის სწორედ თქვენი ჯგუფის ლევან გოგიჩაიშვილის, თქვენი ეკას პოზიცია და სხვების, ხო, ვინც თქვენს მოსაზრებას იზიარებენ. რას გულისხმობთ, რომ ანრიო
ხანაშვილის დანიშვნით, დავით მათიკაშვილის მოადგილედ დანიშვნით, იგივე ვანო ზარდიაშვილის საჯარო სივრცეში გამოჩენა და ასე შემდეგ იმისი მომასწავებელია, რომ პარლამენტის იურიდიული კომიტეტი შეიძლება იუსტიციის საბჭოს ფილიალად გადაიქცეს. ანუ თქვენ აპრიორი იცით, რომ არ გავა თქვენი ინიციატივა, ხო? არა, შესაძლოა, ნიშნავს შესაძლოას და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ასე არ მოხდეს და ჩვენ არ უნდა დავრჩეთ ამ პროცესის მიღმა. ახლა მე იურიდიული კომიტეტიდან გამომიწვია ჩემმა ფრაქციამ და ვერ ხვდები ის გამო. არ ვღებულობ ამ გადაწყვეტილებას სამართლიანად, იმიტომ რომ არ მიმაჩნია, რომ ჩემი ყოფნა იურიდიულ კომიტეტში რაიმენაირად ვინმესთვის საზიანო იყო, მაგრამ ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ გედი ფოფხაძე იქ ვიღაცა დისკომფორტს უქმნიდა. ჩვენ რაც არ უნდა მოხდეს იურიდიულ კომიტეტში, ჩვენ პოზიციას არ შევქმნით, მაგრამ სულ აფიქსირდით, რომ იურიდიული კომიტეტი არ უნდა იქცეს გამტარად გარკვეული გადაწყვეტილების პირიქით, ის უნდა იქცეს ფილტრად და მან უნდა დაბლოკოს ყველა ის ცუდი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება მოხდეს პარლამენტში. ეს გააკეთა ეკაბესელია. ეს გააკეთა ეკაბესელიამ და არ მინდა უსამართლობა იქნება. ახლა არავის მადლობებს არ ვთხოვთ მაგის გამო, მაგრამ ამის სხვანაირი ინტერპრეტაცია უბრალოდ უსინდისობა იქნება რა ეკასთან მიმართებაში და ის გადაწყვეტილებები, რაც ჩვენ მივიღეთ, იმიტომ რომ მიგვაჩნდა, რომ ეს იყოს დღეს ყველაზე სწორი და თანმიმდევრული და პრინციპული პოზიცია, ამის ინტერპრეტაცია ვიღაცების მხრიდან ვინც არ უნდა იყოს ეს, ხო? მე მგონია, რომ მორალურად არ არის სწორი და დრო გამოაჩენს იმას, ვის რა პოზიციები გვაქვს და ყველაფერი დროთა განმავლობაში დაფიქსირდება, მაგრამ ჩვენ პრინციპულ პოზიციას სასამართლოებთან დაკავშირებით ნამდვილად არ შევხვდით. დიდი მადლობა, წარმატება მინდა გისურვოთ, მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. მოკლედ დავემშვიდობოთ ბატონ გედევან ფოფხაძეს, გადმოვინაცვლებ სტუდიაში, ვიდრე დაგისვამ ჩეკითხვას გია ბოდიშის მოხდისკენ მოგიწოდათ ეხლა გედი ფოფხაძემ რა სიტყვით ამას? თანმიმდევრობას ვერ ხედავ ბატონი პარლამენტარის განცხადებებში, იმიტომ რომ ხანდახან ზოგჯერ თქვეს რომ ბოდვა იყო, სიზმარი იყო და ზოგჯერ თქვეს რომ პროკურატურა სუს და შს უნდა დავეკითხე, რამდენიმე 1-2 ექსპერტმა სტატუსიც გამოაქვეყნა, მერე წაშალეს და მე გამოხატვის თავისუფლებით მაქვს ვარაუდების გამოთქმის უფლება, ხო? ისევე როგორც გამოთქვი ვარაუდი გამართდა ნაწილობრივ არ გამართა, ფაქტია რომ გამართა, რომ გუნდში მიმდინარეობს ძალიან დიდი ომი, ხო? ეს ხო გამართდა. კარგი, ანუ არ ეხდით ბოდიში ალბათ თელმა საზოგადოებამ უნდა მოუხადოს ყველა მსხვერპლს პირადი ცხოვრების ვიდეოს მიგავცედა. თელ სისტემას. მთელი სისტემის სახელი და სახელმწიფოს სახელი. ჩვენ ვერც საზოგადოებამ და ვერც სახელმწიფომ ვერ უზრუნველყავით, რომ ეს ხალხი არ დაზარალებულიყო და მართლა საშინელი მორალური ტრაგედიები არ გაევლოთ. ამისთვის ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში მე მგონია. მე რა მიკვირს ბატონი გიასგანაც გამიკვირდა ესე თუ თქვამს რომ პიარულად და ვიქტიმიზაცია. როდესაც ესეთი კადრები ვრცელდება ხოლმე, იქ მესმის როგორ მე ვიცი რომ თქვენ რაციონალურად ბატონო გია და ცივი გონებით რაღაცა სტატუსი დაწერეთ, მაგრამ აი მანდ ეს ცივი გონების დრო აღარ რჩება, როდესაც საუბარია ადამიანზე, დედაზე, მე ვერ წარმოვიდგენ, როგორ შეიძლება რაოდენ გათახსირებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, მან მოინდომოს. როცა შვილები ყავს, ოჯახი ყავს, ახლობლები ყავს, ამისი კადრები ერთ-ერთ გადაცემაში მე ვთქვი, რომ ადამიანი, რომელსაც ამ ტიპის შანტაჟით, ამ ტიპის მუქარით უპირისპირდებიან, ჯერ ხდება ავად ფიზიკურად, მერე ფსიქოლოგიურად ხდება ავად და მერე ძალიან დიდი დრო ჭირდება იმისთვის, რომ აი ამ სტრესიდან გამოვიდეს. ამას არ ვლაპარაკობ კიდევ ერთხელ თავისუფლად რატო ვსაუბრობ, იცით ამ თემებზე, რომ საკუთარ თავზე ვსაუბრობ ხოლმე პირველ პირში ვსაუბრობ ამ დროს. ეს შეუძლებელია, რომ ვინმე მოაწყოს პიარისთვის, დამერწმუნეთ. ეს არის შეუძლებელი. ეხლა მე რა გიქვა მინდა და კიდევ ერთ დეტალზე მინდა ყურადღება გავამახვილო. შეიძლება ბევრი არგუმენტი, რომელიც აი აქ ამ დარბაზში ითქვა სწორია, ან არასწორია და ასე შემდეგ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დღეს აი ამ წუთას არ არის დრო იმაზე მსჯელობისა, ვესელია, ფარისეველია თუ არა, გედი ფოფხაძე როგორი კაცია, მე მაგალითად არც კადრები მჭირდება, არაფერი არ მჭირდება იმის გასაგებად, რომ თქვათ გედი ფოფხაძე არის წყალწყალა პოლიტიკოსი, ხან იქით არის, ხან აქეთ არის, ხო, მაგრამ ერთი წუთი არა, უნდა სიმამაცი აკლია. ადამიანები
წლების განმავლობაში იგივე ეკა ბესელია, აი აქ არ ვიცი თქვენ რა სიტყვე, იდგა და ქუჩაში აპროტესტებდა იმ სასამართლო გადაწყვეტილებას ხო და რატო არ შეიძლება რომ დაუჯეროთ რომ მას მართლა მორალური მიუღებლობა ერთ თემას დავასრულებ. ბატა ვარდოსანიძის ადვოკატი სასამართლოზე ჯერ შევარდნის დროს როდესაც უწევდნენ და ასე შემდეგ მე მახსოვს ეკაბეთე ძალიან დიდი ხანი იბრძოდა. ხო და რატო შეიძლება რომ მას არ საქმე მე არ მაინტერესებს ეკაბესელია. არ მაინტერესებს ამ წუთას გედი ფოფხაძე. მათი ნეგატიური მხარე ჩემთვის ცნობილია და უამრავი მაგალითი შემილია დავასახელო იგივე ის ზარდიაშვილი მაგის მოადგილე იყო ამდენი წელი ხმა არ ამოუღია და სხვა რაღაც ჩამოუვლი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრებს ხო პარლამენტის ნიშნავს ამდენი 3 თუ 7 ტალღა განახორციელეს ამ სასამართლოს რეფორმის ყველგან სათავეში იდგნენ და ეხლა მოიღეს ხმა მაგრამ მათი პოლიტიკური სახე საზოგადოება მიცის აქ არის მთავარი საკითხის კითხვა რომელიც თქვენ დაცვით და რატომღაც გქონიათ რომ ჩვენ პასუხს არ ვცემ დღეს ადამიანები არიან ისეთი ადამიანები არიან ხელისუფლებაში რომელზეც მე ვისაუბრე პრინციპები არ აქვთ არ უბრძოლიათ ბევრი გზა არ აქვთ გამოვლილი და ესეთ ადამიანებს რო შეეყრებათ ხოლმე ძალაუფლების ბაცილა იქ ელემენტარული წინააღობაც კი აღარ აქვთ თავის გულში და თავის აზროვნებაში აი დავასრულებ და ხეთ ინგა და დღეს სასამართლო ჭირდება აი ამ მართველ ელიტას და კლასს იმიტომ რომ ბიზნესს აკონტროლებენ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს სხვა სფეროები დაიპყრეს და ერთადერთი ბასტიონი რომელიც შეიძლება გათავისუფლდეს აი ამ მონსტრებისგან ეს შეიძლება იყოს სასამართლო ისიც უნდათ თვითონ რომ შემდეგ თავი გაიმართლონ იმ უამრავ ცოდვაზე რომელსაც ყოველდღიურად აი ხა მე მინდა რა კითხვა დავსვა მიშამ თქვა წეღა რომ მიიღებენო 200,000 კაც ქუჩაშიო რეალურად აი ცოტა სასამართლოები გადმოსახედიდან, მაგრამ ცოტა გვერდიდან რომ შევხედოთ სიტუაციას. რა ქვეყანაში ვცხოვრობ ჩვენ? მიშასა და ბიძინას შორის გაყოფილი, აი ერთი მინით გაყოფილი იმ კადრებში რო იყო კიდევ ვთხოვ პროდიუსერს რომ გვაჩვენოს, აი ეს არის საოცარი კადრები, აი თანამედროვე რეალობას ყველაზე კარგად ასახავს ეს 4-წამიანი კადრი. მინით გაყოფილი, როგორ მიშას და ბიძინას ფანები ერთმანეთს აქეთ-იქიდან ეჭხუბებიან. აი ამ რეალობაში ვცხოვრობთ, ხო? რა ქვეყანა გვაქვს 2019 წლის 12 ფებრუარს. გამონათქვამი ძაღლი პატრონს ვერ ცნობსო. აი ვერ გაიგებ ვინ ვისია, ვის რა უნდა, ქმნიან აი მართლა ესეთ საცირკო წარმოდგენებს, ურტყამენ ერთმანეთს და ასე შემდეგ. და ირგვლივ კიდევ რა ხდება? თუ რა არის გამოსავალი? ჩვენ საუბრობთ ყოველთვის პრობლემაზე და არ ვსვამთ. გამოსავალი რა არის გამოსავალი? გამოსავალი ტექნიკურად შეგიძლიათ თქვენ გაწეროთ როგორც იურისტმა ეს როგორ მოხდება, მაგრამ გამოსავალი ჩვენთვის როგორც მოქალაქისთვის არის ის, რომ მართლმსაჯულება უნდა იყოს დამოუკიდებელი, უნდა გვყავდეს მაღალი სტანდარტის მოსამართლეები. მე ვიცი რომ საქართველოში არის ძალიან ბევრი იურისტი, მაღალი კვალიფიკაციის. მე არ მგონია რომ დეფიციტია საქართველოში იურისტების, პირიქით ბევრი არიან ძალიან. მადლობა. და უნდა მოხდეს ისეთი საკონკურსო თუ სხვა ტიპის მექანიზმები, სადაც მურუსიძეებს და მსგავს მონსტრებს არ ექნებათ დიდი მადლობა ლევან, მოდით ირაკლისთან გადავალ, შემდეგ აქეთ და კანონში დაწერონ იურისტებმა როგორ იქნება ეს. ვილაპარაკოთ ოლიგარქ ბიძინაზეც. მე მარცხენა კაცი ხარ, ესე პირდაპირ შეუტიოთ ახლა სისტემის ძირს. მოდი ესე ვთქვათ, ახლა ლევანმა კარგად აღწერა, რომ არსებობს მართველი პოლიტიკური ისტაბლიშმენტი. ჩვენ თავის დროზე გვეგონა 2011 წელს, როდესაც ბიძინა მოვიდა ამ დროში, რომ გაგანთავისუფლეთ მიშასგან და ასე შემდეგ და ესეთი ეს ტექსტები დავიჯერეთ ყველამ და 2012 წელში ძალიან გაგვიხარდა, როდესაც თითქოს და ნაციონალურმა მოძრაობამ მართლა წააგო არჩევნები. იმ გაყალბებულ არჩევნებში, აგრეთვე გაყალბებულ არჩევნებში. მე პირდაპირ გეტყვით, რომ არ მჯერა იმ არჩევნებისაც. სინამდვილეში შედგა მოლაპარაკება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილსა და ავტოკრატ მიშა სააკაშვილის შორის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა სანდრო გირგვლენის მკვლელობის დროს და მერე 2008 წლამდე აფინანსებდა პოლიციას, მიშას პოლიციას, კუდს და სოდს. მიშას პოლიციას თუ ქვეყნის პოლიციას აფინანსებდა. აი მიშას პოლიციას აფინანსებდა. აი ხო ხდები რა ფორმულირებით ითქვი ამას არ. კი, მაგითო ხარ კაცო ეს. ჩემი მოსაზრება არის, როდესაც მოხდა ზურაბ ჟვანიას მკვლელობა, რომელიც იყო საშინელი ბურუსით მოსული და მე როდესაც მოხდა ბუტარობაქიძის მკვლელობა, როდესაც მოხდა სანდრო გირგვლენის მკვლელობა და ასე შემდეგ, ამის მერე არ შეიძლებოდა
და ვითომ ეს იყო გასაიდუმლოებული, ვითომ სოროსი აფინანსებდა ამ ყველაფერს და ამას აფინანსებდა ბიზნესი 2008 წლამდე, სანამ რუსეთთან ომი არ მოხდა და სანამ პირადი კონფლიქტი არ მოუხდა, სანამ პატრიკაშვილი არ გაისტუმრეს ამ ქვეყნიდან, ეს იყო ერთი გუნდი, ასე ვთქვათ, რომელსაც ბატონი ბიძინა აფინანსებდა, ბატონი მიშა ჩვენ ასე ვთქვათ, გვავლებდა. ქართული ხალხის პოზიციიდან ვილაპარაკოთ ახლა. მე მოხდა ისე, რომ ვითომ ეს მოხდა რაღაცა 2012 წლის 1 ოქტომბრის ფარსი. თვითონ მიშა გამოვიდა პირველი. მე მაღაზიაზე პირველი ეჭვი მაშინ გამიშთა, რომ მიშა სააკაშვილი გამოვიდა აღიარებს დამარცხებას. იქ მოლაპარაკება რო არ ყოფილა, არავინ არ აღიარებდა არანაირ დამარცხებას, წავიდა ომი. ახალები გახსეთ მოლაპარაკება იყო. რა თქმა უნდა, და მეორე მომენტია, რომ რეალურად ესე მუშაობს ნეოლიბერალური სისტემა, ავტოკრატიული სისტემა. ამაზე ბევრი კვლევაა ჩატარებული, ბევრი მეცნიერი ლაპარაკობს. ერთი ძალა იყოფა ორად და ამბობს, ხან მე გადმოგიგდებ ცხელ კარტოფილს ხელში, ხან შენ გადმომიგდებ. ანუ ერთი ძალა. ჩვენ ერთადერთი ქვეყანა არა. გასხოვებას ვერ ხედავთ, რომ ეს რა იყო და აი, უბრალოდ შეგვიძლია და განაგზეთ. ხედავ გარკვეულ განსხვავებებს, იმიტომ რომ ადრე მაგალითად მიშა სააკაშვილის გუნდი, როგორც დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის, მე ამერიკის მოქალაქეც ვარ და კარგად ვიცი ეს სისტემა. აი დემოკრატები მაგალითად და რესპუბლიკელები ორივე ნეოლიბერალური სისტემის წარმომადგენლები არიან. ერთი შიმშილით კლავს, მეორე ტყვიით. მაგრამ მიშას შემთხვევაში იქ ესე გამოხატული არ არის დახვეწილი სისტემა, არა? ამერიკული სისტემა ყველაზე დახვეწილი ნეოლიბერალური სისტემაა, რომელიც კარგად მუშაობს. მიშას და მიშას დემოკრატიული ქვეყანაა მე მგონი. ნუ ეხლა ამაზე არსებობს სხვა მოსაზრებები, არ დავიწყებ. მე როგორც ამერიკის მოქალაქე მადლობას გადაგიხდით ამ კომპლიმენტებს ჩემი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, იქ ემა გოლდმანის კრიტიკა არის გენიალური, ხალხს შეგიძლიათ წაიკითხოთ, ძალიან საინტერესო მოსაზრებები, მაგრამ მიშას და ბიძინას შემთხვევაში იყო ესე. მიშა იყო ასე ვთქვათ, ცუდი პოლიციელი და ბიძინა იყო კარგი პოლიციელი. მიშა პირდაპირ ახალაიების ხელით ხვრიტავდა ხალხს ქუჩებში და ასე შემდეგ. დღეს მივიღეთ სიტუაციას, რომ ახალაია ერთი დაჭერილია, მეორე მფარველობის ქვეშ გაქცეული, კიდე მესხელის მფარველობის ქვეშ არის და ასე შემდეგ. მიშა სააკაშვილის ყრილობები ტარდება ახლა ბიძინას მონაწილეობა მასში ეჭვს იწვევს. თქვენ ეჭვი გაქვთ, რომ ამაში მონაწილეობს? მე ეჭვი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან აწყობს ეს მიშა სააკაშვილის ფიგურის მუდმივად გაბერვა. იმიტომ რომ ყოველთვის გვეუბნება. აი მაგაზე უნდა ჩავთვალოთ გიორგი სიბუა ორ წუთში. აი მე თუ არ ვიქნები, ჩემზე ცუდი მოვა. მიშა სააკაშვილი და ის დაგხვრიტავთ პირდაპირ და მე შიმშილით კლავთ. მე კი არ გიკეთებთ. მადლობა ირაკლი. ბანკებს ვაჭმევინებ თქვენ თავს და უფრო ნელა აჭმევინებს ჩვენ თავს. ორივე ერთი და იგივე ამ სიტყვას აღარ ვიტყვი, ინგა შევხვდები რაც არის, ერთი და იგივეა, რომელსაც ურემმა გადაუარა რა და გაყოლა. დიდი მადლობა. ქართულ ხალხს არც ერთი ჭირდება და არც მეორე. ეს არის ოლიგარქიული, ავტოკრატიული სისტემა, რომლის ბატონი არის ბიძინა ივანიშვილი და რომლის ძაღლი გოშია არის მიშა სააკაშვილი და ორივე გადაუარა. კარგი. ბატონო? მე ვისხედავ. შემცვლელი ამათი არის ნამდვილი ქართველი შემცვლელი აი ამას ხედავ მაგალითად აი ამას ხედავ და ძალიან ბევრ მემარცხენეს და პროგრესულ ადამიანს ვინც ხალხის ინტერესებს მადლობა ირაკლი სხვებსაც უნდა მივცე ხასი ერთი წუთი მაპასუხებია თუ შეიძლება რა პრივატიზაციას არ უკეთებს ხალხს არ ყიდის ქართულ მიწას არ ანიავებს ყველაფერს შიმშილით არ ხოცავს ქართულ ხალხს 2 მილიონი კაცი წავიდა საქართველოსდან მე ვხედავ ნამდვილ ეროვნულ ძალებს, რომლებიც დააბრუნებენ იმ სტატუს კვოს, რომელიც იყო 1992 წლის 5 იანვარს, სანამ სამხედრო გადატრიალება მოახდინა მათმა მშობელმა მოქალაქეთა დანაშაულებრივმა კავშირმა. კარგი, ირაკლი, ეხლა მე უნდა მომცეთ საშუალებას ხვებთანაც გადავიდე. ნიკა, რა რეალობაში ვცხოვრობთ? აწყობს ბიძინა ივანიშვილსო, მიშა სააკაშვილის არსებობაო და რეალურად ხალხო მართლა რა ხდება? სასამართლოზე ვსაუბრობ თუ პოლიტიკურ პროცესი არა მასშია ეს ბატონო დავით ხო დამეთანხმებით ყველაფერი მიდის სადამდე ორად გაყოფილი ქვეყანა აი ეს კადრი რატო ვთქვი რა მინით გაყოფილი და იმიტომ რომ არ მოვიდეს ნაციონალური მოძრაობა ოცნება გეუბნება პოლიცსაბჭოს აი ამ განცხადებაში რომ თქვენ რო ამას აპროტესტებთ ნაციონალები გიდგანან ავანგარდში აი გამოსავალი რაშია უпростоოდ რა რეალობაა ეს თქვენ
თქვენი აზრი? ნუ რეალობა თავისთავად რთულია, ქვეყანა არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე და ამას ყველანი ვაცნობიერებთ და ამაზე ორი აზრი არ არის და ის ბოროტება რაც არის ყველამ ერთად უნდა დავამარცხოთ და არის მეორე მოცემულობა, რაც სამწუხარო მოცემულობაა და მეც ძალიან მინდა რომ უამრავი სხვა პარტია იყოს და სხვა თუნდაც ახალგაზრდები და მთლიანად პოლიტიკური ელიტის ცვლილება მოხდეს. ამაზე ორი აზრი არ არის კიდევ ერთხელ. მაგრამ თუმცა სამწუხაროდ ამ ეტაპზე გვაქვს ეს არჩევანი და ამ არჩევანიდან გვიწევს არჩევანის გაკეთება თითოეულ ამომრჩეველს. რატომ შევეგუოთ ამ არჩევანს? არა, მე არ ვიცახი რომ შევეგუოთ, რა თქმა უნდა, უბრალოდ დემოკრატია არის გამწობადი პროცესი და შესაბამისად ჩვენი როლი, თითოეული მოქალაქის როლი, როგორც ის ბოროტება დავასრულეთ 2012 წელს, ეხლა არის ახალი ეტაპი და ამ ახალ ეტაპზეც ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ღირსეული მოქმედება. აი ეხლა მთავარი გამოწვევა რის წინაშეც დგას ქვეყანა, მაინც არის ეს მოსამართლეების საკითხი, ხო? ბატონო დავით, თქვენთან გადმოვალ, შემდეგ მიშასთან გადავალ. რა უნდა მოხდეს ამ შემთხვევაში, რომ სიტუაცია განიმუხტოს? მიშა, მე შენც უნდა მიფასუხო, რომ აი ის 200,000 კაცი, რომელიც ეხლა შენ თქვი, რომ ქუჩაში გავაო, არ გავიდეს ქუჩაში. ან გია, თქვენ როგორ ფიქრობთ, აი რა შეიძლება მოხდეს ეხლა, რა უნდა გააკეთოს ოცნებამ? ფაქტია, თუ ბესელიას და ამ ჯგუფის ინიციატივა ჩავარდება, თვითონ პარტიაშიც განხეთქილება უკვე ოფიციალურად გაფორმდება. გისმენთ, ვიწყებთ თქვენგან. დიახ და შემდეგ თანმიმდევრობით. ესე იგი, ჩვენ ქართველებს გვაქვს ბევრი კაი თვისება და ესეც არის ჩვენი დიდი წარმატება, რომ ასეთი დისკუსია შეგვიძლია, ასე თავისუფლად აზრის გამოთქმა შეგვიძლია, ასე ემოციური ფონი შეიქმნა ერთსულოვანი ამ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, მაგრამ რაღაც ეროვნულ ხასიათად ჩამოგვიყალიბდა, რომ ეს წარმატება ჩვენ არ შეგვიძლია გარდაუქმნათ უკვე პოზიტიურ შედეგში. სამწუხაროდ. და ხანდახან პროცესებს ვინ უფრო კარგად იქცეოდა ამ პროცესში, ვინ უფრო ნაკლებად გადავაყოლებთ ბავშვს. და ბავშვი ამ შემთხვევაში გულისხმობს სასამართლოს, ხო, ინტერესებს. თავარი პოზიტიური შედეგი ეს ყველაფერი, ახლა რაც ჩვენ საუბრობთ, ეს დისკუსია, ამ დისკუსიის თავარი პოზიტიური შედეგი უნდა იყოს რა? ორი პოზიტიური შედეგი უნდა მოყვეს ამას ყველაფერს, თორე დარჩება ეს, ასე ვთქვათ, ხმად ღაღადებისა, ტყუილ, ასე ვთქვათ, ცდელობა და ძალისხმევა, ხო? ამდენი ხალხია და ამდენი საზოგადოებრივი ჯგუფი გაერთიანებული, სწორად არის გაერთიანებული ერთი იდეის ირგვლივ ექსპერტები, ყველა ერთად ვერთიანდებით, ხო, ამ მიმართულებით. ორი პოზიტიური შედეგია. პირველი, უზენაეს სასამართლოში ისევ კონცენტრირდებით აქ, მეგობრებო. უზენაეს სასამართლოში არ უნდა მოხვდნენ წინააღმდეგობრივი ადამიანები. წინააღმდეგობრივი წარსულის ის გენერლები სასამართლო სისტემის, რომლებმაც ფაქტიურად ნიველირება გაუკეთეს ინდივიდუალურ მოსამართლეებს და დისკრედიტაცია მოახდინეს სასამართლო სისტემის. ეს არის ერთი. და მეორე, უზენაეს სასამართლოში, რომელიც დამერწმუნედ არის ამ მართლმსაჯულების პოლიტიკის გამსაზღვრელი ორგანო და უკვე ცლიანად შეცვლის, კარდინალურად შეცვლის ყველაფერს, უნდა მოხვდნენ მაღალი რეპუტაციის და როგორც აღნიშნეთ, პიროვნული სიმტკიცის მქონე ადამიანები, რომლებიც არიან ჩვენს პროფესიაში. იურიდიულ პროფესიაში არიან ძალიან ღირსეული ადამიანები, მათ შორის სასამართლოში, ადვოკატურაში, იურიდიულ მეცნიერებაში, სამოქალაქო საზოგადოებაში. ეს ხალხი უნდა მოხვდნენ იქ. რა არის ამისთვის საჭირო? ეს ემოციური, ასე ვთქვათ, დისკუსია, ეს ერთსულოვნება ამ რაც არსებობს ამ საზოგადოებაში ამ მიმართულებით, ჩვენ უნდა გადავიტანოთ სამუშაო სწორ პროცესში. და ამას სხვა ალტერნატივა არა აქვს. ადვოკატთა ასოციაციის რიგარეშე კრებამ იუსტიციის საბჭოს კი არ მიმართა, მედიას კი არ მიმართა, პარლამენტს მიმართა, მეგობრებო. პარლამენტმა უნდა აიღოს ახლა ის პასუხისმგებლობა, შექმნა სწორი სამართლიანი გამჭვირვალე პროცესი, ჩართოს პროფესიული წრეები, ჩართოს ადვოკატები, ჩართოს იურიდიული მეცნიერება, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ექსპერტები თუ საჭიროა და შექმნას ისეთი პროცესი, სამუშაო ჯგუფი იქნება თუ ნებისმიერი ფორმატი, ისეთი პროცედურა, რომელიც პროცედურაც მიგვიყვანს ჩვენ აი ამ პოზიტიურ შედეგამდე. ეს არის ახლა გასაკეთებელი, მივმართოთ, მოდი ეს ჩვენი კარგი ემოცია ამ მიმართულებით. აი ესეთი დისკუსიები ახლა რომელზეც თქვენ საუბრობდით არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით. ხშირ შემთხვევაში ხელისუფლებებს არც ერთს არ უყვარს ხოლმე რაღაც წინააღმდეგობრივი აზრი, პირდაპირ ეთერით, მაგრამ ასეთი ტიპის დისკუსიები ძალიან მნიშვნელოვანია პროცესის გაჯანსაღებისთვის და თუნდაც სხვადასხვა მოსაზრების ადამიანების ერთაზრად შეჯერება, რომ ეს აუცილებელია და რაღაცა განსხვავებული მოსაზრებები
მიღწევები ხელისუფლებამ ყოველთვის უნდა მოისმინოს. აუცილებლად. ეს არ არის არც სასამართლოზე შტურმი, მეგობრებო, არც შეტევა ვინმეზე, იმიტომ რომ მართლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველას გემახსოვრებათ, წლების განმავლობაში ჩვენ ყველანი, თქვენ ქუჩაში, ჩვენ ტელევიზიებში, ჩვენ პროფესიებში ამას ვაშუქებდით იმ სასამართლო გადაწყვეტილებებს, რამაც ჩამოანგრია წინა ხელისუფლება და დღეს ბუნებრივია, ლეგიტიმურია ეს შეკითხვები ჩვენი მხრიდან, რომ მაშინ რას აპროტესტებდა ეს ხალხი, როცა იდგა ქუჩაში, სანამ მოვიდოდა ხელისუფლებაში. ხომ აპროტესტებდნენ, ხომ ფაქტია ამ სასამართლო გადაწყვეტილებებს, მას დღეს რაღაცებს საუბრობთ. ამიტომ, რაც შეიძლება ბევრი ასეთი დისკუსია არის აუცილებელი. ამაში დიდი მადლობა თქვენ პირადად ხალხო. არა, მასამართლებელი არა, ეს ჩვენი ვალდებულება. მნიშვნელოვანი თემები მიუძღვენით სასამართლო სისტემას, უბრალოდ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ჩვენი პლუსი. ნუ ასეთი დისკუსია არსებობს ჩვენ ქვეყანაში. ბევრ ქვეყანაში ეს არ არსებობს, ჩვენს მეზობლებს თუ გადავხედავთ, ეს კარგია, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვისწავლოთ, რომ ეს დისკუსია მივიყვანოთ პოზიტიურ შედეგად. დიდი მადლობა. მიშასთან გადავალ. მიშა, როგორ ფიქრობთ თქვენ, რა უნდა მოხდეს, ან გაქვთ თუ არა იმის მოლოდინი, რომ შეკავდება ეს პროცესი, რომ მაგალითად ქუჩაში არ გადავიდეს პროტესტი, როგორც თქვენ თქვით. აი ირაკლი მას თქვა, სალომეს უჭერდით ამ არჩევნებზე მხარს, მაგრამ იმიტომ რომ არ გასულიყო მისი კონკურენტიო და თქვენ ყველანი ისევ ოცნების პოლიტიკურ წისქვილზე ასხამდით. რეალურად წყალს. აი ეხლა რას ელოდებით? კი, მე პირადად ვიყავი სალომეს ცენტრალურ შტაბში, მეორე ტურში ჩაბმული და დავდეთ კიდევაც შედეგი გავემარჯვეთ. მაგრამ ეს ცალკე თემა. ეხლა ამ შემთხვევაში რა უნდა მოხდეს ქუჩაში რო არ გავიდეთ, ქუჩაში და არ დავიწყოთ პარლამენტის წინ სირცხვილის კორიდორების მოწყობა და ასე შემდეგ და არ მივიღოთ რადიკალური ზომები. პირველ რიგში ბატონმა კობახიძემ უნდა თქვას, რაც პირველ განცხადებაში თქვენთან ბრძანა, რომ თუ ადამიანები ცუდ საქმეებს აკეთებდნენ, კარგ საქმეებს გააკეთებენ კი არა, უნდა თქვას, მე ბოდიში ჩემეშალა, ბატონებო და ქალბატონებო, ჩემო საყვარელო ხალხო, შევწდი ამ განცხადებაში და უნდა თქვას, ის ადამიანები, რომლებიც ცუდ საქმეებს აკეთებენ, კვლავ გააკეთებენ ცუდ საქმეებს და ისინი არ უნდა დაინიშნონ მოსამართლეებად, პირველ რიგში აქედან უნდა დაიწყოს და ის ინიციატივა, რომელიც შესულია პარლამენტში, იურიდიულ კომისიაში თუ რო შეიტანეს ბატონებმა ჩვენმა თანამოაზრეებმა, სავარაუდოდ არ გავა ჩემი ვარაუდით ეს და ჩემი და ინფორმაციას მაქვს რომ არ გავა დაიბლოკება აქედან გამომდინარე ეს ყველაფერს მიიღებს როგორ ხასიათს ჯერ დაიწყება 100-200 კაცი დღეს როგორც ხდება ყოველთვის შემდეგ არითმეტიკული სიმრავლით მოემატება და მივიღებთ იმას რომ საბოლოო ჯამში ქართული საზოგადოება გავა ქუჩაში ზოგს პრობლემა ექნება სამართლიანობის აღდგენასთან ზოგს სოციალური პრობლემა ზოგს უამრავი პრობლემაა ქვეყანაში და რას ხედავთ რომ ცუდი სანამ არ იტყვიან რომ ცუდი ადამიანები სანამ არ იტყვიან ეს პოლიტიკური ლიდერები რომ ცუდი ადამიანები რომლებიც აკეთებენ ცუდ საქმეებს ისინი ვერასოდეს ვერ გააკეთებენ კარგ საქმეებს და არ მოიხდიან ამაზე ბოდის ან არ იტყვიან თუნდაც ან არ შეარბილებენ რიტორიკას თქვა და არ დაიწყებენ მათი გამპრავებლები მოდი ბჭყალებში სოციალურ ქსელებში წერას და ასე შემდეგ ეს რაღაცა ხო, ნუ ეს ადამიანის თავისუფალი აზრის გამოხატვა ზოგი დაქირავებული ადამიანები არიან რომლებიც ამას წერენ ხო, რა ნიშნავს ვანაირად უნდა გამოხატავდეს თავის გადაწყვეტილებას მაშინ წინააღმდეგ შემთხვევაში მე პირადად ირაკლის ლევანს აქ კიდე სხვა ადამიანებს და ჩვენ უამრავ მეგობარს სხვა გზას არ დამიტო მე რა უთრა გურამ გირგვლიანს რატომ რა ქვია სახში ვიჯექი როცა მურუსიძე ჩინჩალაძე და გრიტიშვილი გაამწეს რა უთხრა სანდროს ნათესავებს რა უთხრა ბუტეს ნათესავებს რომლებიც 19 წელიწადი ის რა ქვია სისხლი შევანთხიეთ მართლა ჩემ მეგობრებს რა უთხრათ მადლობა მიშა ჩიხში ვარ ხდებით ანუ ჩიხში ვარ ამათ გონიათ რომ ის რა ქვია ეს ძალიან მარტივად გავა ვერ გავა ბატონებო კობახიძეს მინდა მიმართო არანაირი პირადული ანტიპათია არ გამომაჩნია მის მიმართ უბრალოდ მას შეცდა შეეშალა ის განცხადება და კეთილი და გამოასწოროს სხვადასხვა ბოდიში და საქმით გამოასწოროს არ მინდა მაგის ბოდიში გააჩერონ ეს მოსამართლეების არჩევა და დამთავრდება ამით ყველაფერი დიდი მადლობა გიასთან გადმოვალ ირაკლისთან და ნიკასთან დიახ
რომ მოიმატა დუღილის ტემპერატურამ, ხო, რაღაც კრიტიკულ ზღვრამდე მიდის, ხო? ხელისუფალი თუ გონიერია, უნდა მიიღოს ოპტიმალური ეხლა ხედავ შენ ამ კრიტიკულ ზღვარს არის ხო აქ? ხო, მაგრამ კიდე ერთი კრიტიკული ზღვარი გველის კიდევ წინ, როცა იქნება დღის წესრიგში უკვე მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს თუ არა 20-20-ისთვის. ვეთანხმები ბატონ დავით მიხეილს, რომ ინსტიტუციური ჯაბაასი უნდა გადავიდეს ამ კალაპოტში, ხო? კრიტერიუმებზე გადავიდეთ, ხო, ჯაბაასი. განიხილოთ პროცესზე გადავიდეთ, პროცედურაზე გადავიდეთ. განიხილონ ქალბატონი ბესელიას ბატონების ინიციატივა, ხო? სკეპტიკურად არის განწყობილი ბატონ მიხეილი. ნახოთ, აბა, ზუსტად აი ამ კრიტერიუმებზე, ამ ოპტიმალურ ვარიანტებზე და იმაზე კი არ უნდა ილაპარაკონ, ვინ რომელ კლასშია და რაღაცა კონსტიტუცია არ იცის. ინსტიტუტების მიხედვით ილაპარაკონ. კონსტიტუცია იცის თუ არ იცის, ამას გადაწყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო. ანუ ინსტიტუტებს ცეთ პატივი და არა სკოლის მოსწავლეები ვიკინკლავოთ, მამა ჩემი ჯობია თუ მამა შენი. დიდი მადლობა. გაძლევთ სიტყვას ნიკა და ირაკლი და რეკლამაზე გავალ და რეკლამის შემდეგ ისევ თქვენთან ერთად დაუბრუნდები და გიორგი სიგუა, გია ვოლსკიც ასევე იქნებიან ჩვენთან ერთად. მოკლედ ბრძანეთ, თქვა რომ მაქსიმალურად სამართლებრივად გაგრძელდეს ეს პროცესი და რა თქმა უნდა ამავე დროს ჩვენს მოგვეცეს საშუალება ეს წვალ კითხვები დაისვას. აქვე მე მინდა ვთქვა რომ ხშირად მიწევს თუნდაც რეგიონებში სიარული და კარგად ვიცით თუნდაც ფოთში რა დამოკიდებულება ქალბატონი ბესელიას მიმართ, სხვა მაჟორიტარების მიმართ. აქედან გამომდინარე საკმაოდ მნიშვნელოვანია რომ თვითონ მართლ გუნდშიც დაიწყოს სერიოზული რეფორმირების პროცესი და მე მიმაჩნია და გარკვეული კომუნიკაცია არსებობს გარკვეულ წრეების ადამიანებთან და მე გარწმუნებთ რომ საკმაოდ მხარდამჭერი ხართ. ამ ეტაპზე მე ვარ ოცნების ამორჩეველი იმოცემულობიდან. აი როგორ არ დავინახო ეხა ნიკა თქვენი განცხადებების მიღმა აი ის კამპანიური შეტევა ირაკლი მაპატიეთ თქვენც იგივე კითხვა უნდა დაგისვათ რაზეც წეღან გედევანი საუბრობდა იმიტომ რომ აი არსაიდან ეხლა უცებ ისევ საუბრობთ იმაზე რომ აი ბესელია ამდენი ხანი ოცნებას ხმას რომ აძლევდით ის ოცნება ეკა ბესელიამ არ დააფუძნა ბიძინა ივანიშვილმა პირველი ვინც გვერდი დაიყენა ეკა არის ხო ანუ მართლა რაღაც შეტევაა და მართლა მოსამართლეების გამო ხომ არ უტერთ ჩვენც ახლა უამრავი კითხვები გვაქვს აგერ ბატონი ლევანი და მეც ვიყავით თუნდაც უნივერსიტეტში ოდერს როდესაც ვებრძოდით და რაღაც მე იქაც ვერ ვიხსენებ ქალბატონ ეკა ბესელიას ამიტომ კითხვები მეც მაქვს ბატონ ირაკლისაცაც აქვს პროკურატურასთან როგორც ვიცი ძალიან ბევრი კითხვა კითხვები ჩვენ ბევრი გაქვს და ჩვენ მოვითხოვთ და ლოგიკურიცაა რომ როდესაც მე-7 წელია ქართული ოცნების მმართველობის იქ გარკვეული ფორმაცია ხო მაგრამ ამ 7 წლის განმავლობაში ოცნებას აძლევდით ხმას რომლის ყველაზე ძველი დამფუძნებელი ივანიშვილთან ერთად იყო ეკა მოადგილეთ არ იცოდა მე თუ ვიცოდი ეკა ბესელი ეხა ამ წუთას არ არის მნიშვნელოვანი ამ სასამართლო პროცესი დავასრულოთ ამ მონსტრებისგან დავიხსნათ სასამართლო და ეკა ბესელია გეიგი არის სამართლებრივ სივრცეში მოვახდინოთ დიდი მადლობა ირაკლი რა კითხვებზე საუბრობდით ბრძანეთ 1 წუთს გაძლევ და რეკლამის არა თუ თქვა თქვენ როგორც ბრძანეთ შეიძლება რომ აი შეტევა არის ეკაზე არა იმიტომ რომ 7 წელი მხარს უჭერთ ოცნებას არასოდეს არ გაგიკეთებიათ ეკას წინააღმდეგ რაიმე ან და რატო უნდა დაუჭირო მე იმ პოლიტიკურ ძალას მხარი რომლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი დამფუძნებლის მიმართ რაღაც შემაშფოთებელი კითხვები მაქვს და აი გესმით ამიტომ აი ამ კამპანიის ნაწილი ხომ არ არის ეს თქვენი განცხადებები ეს და მე და ბატონ ირაკლი საუბრობდით და მე კიდე გავიმეორებ ეს რაღაცას. როდესაც ადამიანი ხარ გუნდში და შენი გუნდის წევრებს აკომპლექტებ ისე და ებრძვი მე პირადად ეკა ბესელიას დავეთახ უბრალოდ ეკა ბესელიას გულწრფელობაში ეჭვი არასოდეს აღარ შემეპარებოდა თუ ის დაიწყებდა ბიძინა ივანიშვილით. თუ ის იტყოდა რომ ირაკლი კობახიძე და მისი გუნდი არის ცუდი და ამაზე არის პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილი წავიდა და ბიძინას წინააღმდეგ მე ვიტყოდებ ეკა ბესელი არის მებრძოლი ხარ მაგრამ ეკა ბესელი მხოლოდ ერთ რაღაცას იცახს რომ ბიძინა ივანიშვილი არის კარგი ის არის ლიდერი და მასთან მე კითხები არ მაქვს და ებრძვის ამას ეს უკვე მე მიტოვებ საფუძველს რომ მქონდეს ეჭვი რომ ის ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ იბრძვის და არა რაღაც კონკრეტული თემების ეს არის ჩემი ეჭვი ძალიან დიდი მადლობა დაბრუნდა ივანიშვილი პოლიტიკაში შარშან მაისში როცა დიდი რომტრიალი იყო მაგიტომ დაბრუნდა ამ თქვა ერთ მიზეზად ესა ხო ერთი რაღაც არის უნდა ვთქვა რომ ეხა ირაკლი ძალიან მოკლედ კადრო აღარ მაქვს ვთქვა რომ ირაკლის მსჯელობაში არის ლოგიკა ის რომ ნამდვილად ბიძინა ივანიშვილი არის პასუხისმგებელი მთელ ამ იურიდიულ სისტემაზეც, პოლიტიკურ სისტემაზეც. მას მე ვფიქრობ, რომ მიშა სააკაშვილთან ერთად, მაგრამ მიშა სააკაშვილი მაინც მისი მსახური უფრო არის, ვიდრე მისი თანასწორი ოპონენტი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკო და პირდაპირ უთხრათ, ბიძინა, შენ ხარ პასუხისმგებელი და
შენ უნდა გამოასწორო ეს სიტუაცია შენ პარტიაში თუ არა და ხალხის შეწინააღმდეგ. დიდი მადლობა. მე კი აი თქვენს ჯინაზე ეხა კიდევ ერთხელ გავიმეორებ აი ამ შეტევის ფონზე რომ სოლიდარობას ვუცხადებ ეხა ბესელიას. არა, ეხა მე იმ ყველაფრის გამო რაც მას დამართეს პირადი ცხოვრების კადრების ათვისება. 7 მამაკაცის ხერხართ აქ და სტუმრები თავარ სტუმრებში და კაცმა ირაკლი ლატარია ვერ მოახერხეთ ცხოვრებაში ის რომ მასთან ეს პრობლემა არ მომხდარა. კარგი, ხო. კარგი. ხო და რას ვაკეთებ? შვილი კაცი ხარ სტუდიაში სწორად და ერთადერთი ქალი მე ვარ და ხომ აქვს უფლება ამდენი კრიტიკის ფონზე მე ჩემი ვთქვა მე ვარ ეკა სოლიდარული იმ მარაზმის შემდეგ განსაკუთრებით უსვამ ამას ხას რაც მას მოუწყეს თუმცა ამით ეკას არაფერი დაკლებია და იდარდეთ თქვენ, ვისაც ადრე თუ გვიან ამ კადრების გავრცელებისთვის მოგიწევთ პასუხისმგებლობა. რეკლამის შემდეგ ჩვენი სტუმრები ადგილზე არიან და გიორგი სიგუა და გია ვოლსკი შემოგვიერთებიან. პირდაპირ ეთერში დაბრუნდა რეაქცია და ხაზია ეხლა გიორგი სიგუა, კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც იყო ოცნების აქტიური მხარდამჭერი და სააკაშვილის ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური მოწინააღმდეგე და დღეს მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებას უკეთებს ემიგრანტებთან მისი შეხვედრებისას. გიორგი, საღამო მშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა, რომ მიიღებ გადაცემაში მონაწილეობას. ჩვენ გვახსოვს თქვენი ძალიან მწვავე განცხადებები სააკაშვილის მისამართით და მინდა მოგიყვანოთ ერთ-ერთი ციტატა თქვენი ინტერვიუდან, მე გთხოვოთ შეფასება. ამ ინტერვიუში ამბობთ, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ იძულებული იყავით ქვეყანა დაგეტოვებინათ და ბელგიაში წასულიყავით, სადაც თქვენივე თქმით 2 წელი ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობდით და ეს ყველაფერი მოდიოდა სააკაშვილისგან. დღეს როგორც ოცნების აქტიურ მხარდამჭერს, ვინც სხვა შორის უცხოეთში შეხვედრებისას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ძალიან მწვავე გამოსვლები ჰქონდათ, აი როგორ უყურებთ ამ ყველაფერს, რომ დღეს თქვენ მიშას გვერდით გეხართ და მის შეხვედრებს აორგანიზებთ და აი ამ ქართულ ოცნებას, რომელიც თქვენივე მხარდაჭერილი იყო, აკრიტიკებთ ძალიან მწვავედ. რა შეიცვალა ასეთი? მოგესალმებით, ქალბატონო ინკა. ორ კითხვაზე გასაგებთ. პირველი არის რომ თქვენთანაც რომ 2004 თუ 2005 წელს მე მართლაც დავტოვეს, მართლაც მქონდა მიხეილ სააკაშვილის შეფებასთან საკმაოდ სერიოზული უთანხმოება. ძალიან სიმბოლურია რომ აი ამ წუთას ჩვენ ამ წუთას ვაკეთებთ ზუსტად ბელგიიდან და აი ამ წუთას ჩვენ ჩართვას ვაკეთებთ იმ სახელიდან, სადაც ცხოვრობს ჩემი ოჯახი, სადაც ცხოვრობენ ჩემი შვილები და აქ იმყოფება მიხეილ სააკაშვილიც, ეს ძალიან სიმბოლური და ძალიან მაგარი. ეხლა გვერდით ხარ? რატომ ვაკეთებთ ჩვენ სააკაშვილს და რატომ ვაკეთებთ ახლა ოცნებას? მე ყოველთვის ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. არასდროს არ მეშინდა და გამეხატა ჩემი მასშტაბური აზრი, დამეკიდებინა იქნებოდა ეს სააკაშვილი, იქნებოდა ეს შევარდნაძე თუ იქნებოდა ეს საშვილი არ აქვს მნიშვნელობა. დიათორ ფიქსდებით ჩემს პოზიციას და ახსოვთ თქვენ თუ რამდენად მწვავე ოპოზიციაში ვიყავი სააკაშვილთან და ამიტომაც გისვამთ ამ შეკითხვას. პროფესორებს მინდა გთხოვო დაგვანახეთ გიორგი სიგუა გამწყნარია. 12 წელს რომ სტიქშება საქართველოში უნდა შეცვლილიყო და მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდება და დამეწმეთ რომ აუცილებლად დაბრუნდება საქართველოს და ძალიან მალე დაბრუნდება მის ხელისუფლებაში, მიუხედავად იმისა რომ თავად განსაკუთრებით სურვილი ხელისუფლებაში მოსვლის დარწმუნებული ვარ, ეს არის საზოგადოების დაკვეთა. აუცილებლად დაბრუნდება საქართველოს ხელისუფლებაში. 7-8 წლის შემდეგ მე ისევ ვიქნები მის ოპოზიციაში, იმიტომ რომ ვთვლი რომ ადამიანი 7-8 წლის შემდეგ უბრალოდ ცოტათი კარგავ რაღაც იმ თვისებას, რომელიც შეიძლება ქვეყნის ფიზლად მაგას. 2012 წელს მე საკმაოდ დიდი წვლილი შევიტანე ისიც ხელისუფლების სულებაში და გახდით ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი დაბრუნდი საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატებიდან, სადაც მახსოვრი ალბათ საზოგადოებას ჩემი თავი განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილთან პრინსტონის უნივერსიტეტში შეხვედრით ჩემ და პრინსტონის უნივერსიტეტში მინდა მე ხაზავსო იმას რომ მე ვიყავი ძალიან კონსტრუქციო მე გამიყვანია თქვენი ხავი ძალიან მწვავე გიორგი სააკაშვილის შეფასებებში ყოველთვის ლაკატის გაშლი და იცი ძალიან კარგად როგორ იყო ეს ამბავი 2012 წელს მე როდესაც საქართველოში დავბრუნდი 11 გულწრფელად მე გავაოცდი რომ დამხდა საქართველოში დაგებული გზები დამხდა განათებული საქართველო დამხდა საქართველო სადაც მე როდესაც დავბრუნდი 2012 წელს
მიწევდა მანქანის კარების შეკეთვა. არ მიწევდა მე თუნდაც სახლის კარების შეკეთვა. გამხდა საქართველოს სადაც სახელმწიფო სერვისი ბატონო. ასე გიორგი, გული რო გააკეთე ფესტივალებზე. აი, ეხა ერთი წუთით ირაკლი. დიახ. ასე ჯობია კამერა? კი, გისმენ, დიახ. კი ბატონო, გავუაზროთ. 2012 წელს მე საქართველოს ჩამოვედი, მართლა სასწავლებლად გავუწევი დავჭი. იმ რეფორმებით გადავიდოდი. მამაყობდი კიდევაც, სხვათა შორის, მე თან არ დავნიშნულვარ მაღალმანამდეობაზე, მე მაშინ მუშაობა დავიწყე პარლამენტში დეპუტატის თანაშემწედ, ირაკლი ტრიპოლსკის თანაშემწედ ვიმუშავე რამოდენიმე თვე. შემდეგ მოვინიშნე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად და მაშინ ვამოყობდი უცხოეთში იმ რეფორმებით, რომლებიც საქართველოში გატარდა, რომ ქვეყანას დაემსგავსა. ანუ თქვენ არ იცოდით ეს ყველაფერი და ისე უპირისპირდებოდით. გიორგი, თუ არ დამასმევინებთ კითხვა შეუძლებელია. და სხვათა შორის, რადგანაც ამ საკითხს შევეხეთ, რომ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მინდა ხაზი გაუსვა ერთ საკითხს, რომელიც თქვენთან მინდა პირველად თქვა. ეთერში ღია დავიმატებდი ამას, მაგრამ ეხლა გეტყვით. ესაც მე როგორც ტურიზმის ეროვნულ ხელმძღვანელმა დავიწყე ჩემი საქმიანობა პოსტზე, მე ძალიან კაც გამართლა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მაშინდელმა ჩემმა ხელმძღვანელმა ეკონომიკის მინისტრმა, რომ არავითარ შემთხვევაში ამ გააპიაროთ ის ობიექტები, რომლებიც ასოცირდება სააკაშვილის სახელთან. ეს არის ანაკლია, ეს არის სიღნაღი, ეს არის ბათუმი, ეს არის მესტია, ეს არის ქუთაისის და ქუთაისის აეროპორტის დახურვას აპირებდა ივანიშვილი იმ მოდვად ათბირზე ვარ ნაკობი, სადაც იძახდა, რომ ეს არის არამიზნობრივი პროექტი და ეს არის უნდა დავხუროთ. აი ამას დავანებოთ. მე ვუთხარი მაშინ, კვირიკაშვილსაც ვუთხარი, ივანიშვილსაც ვუთხარი, რომ არ მაინტერესებს ვის გაკეთებულია ეს ობიექტები. არ მაინტერესებს ვის სახელთან დაკავშირებული, ჩემი ვალი არის როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რომ ამ ობიექტებზე ტურისტების მოძრაობას შეუწყო ხელი, ამ ობიექტების გაპიარებას შეუწყო ხელი, საქართველოს როგორც ტურიზმის ქვეყნად წარმოჩენას შეუწყო ხელი, როგორც ტურისტულ მიმართულებას შეუწყო ხელი და მე შესაძლოა ვაკეთებ და 2013 წელს თქვენ ძალიან კარგად მიუხედავად ძალიან დიდი წინააღმდეგობა მე ჩამოვიტანე გაზანტების საქართველოს. გიორგი, ეხლა რა მაინტერესებს? ერთი წუთით უკაცრავ. ყველაზე მეტად გული იმაზე რომ ბულვარში ტალმები იყო წახსოვდი. ერთი კითხვა დამასმევინებ შეიძლება. როდესაც ვთხარი ჩემს ხელმძღვანელობას ასეთი ამბავია. გიორგი. გიორგი, მე მაინტერესებს როგორც მეოცნებე ყოფილი, ანუ როდის იყავით თქვენ მაშინ გულწრფელი, როდესაც სააკაშვილს აკრიტიკებდით, თურმე არ იცოდით იმ ყველაფრის შესახებ, რაზეც ეხლა მოგვითხრეთ თქვენ. ეს არის საინტერესო. ეხლაც გულწრფელი კიდე გიმეორებთ ის რომ მე სააკაშვილს ვაკრიტიკებდი, ეს იმას ანიშნავს, რომ მე აღიარებდი მის გაკეთებულ საქმეს. ის რომ მე აღიარებდი მის გაკეთებულ საქმეს პროექტებზე, მის უდიდეს წარმატებას, ეს აღნიშნავს იმას, რომ მე მას მივიშნებ უშეშტომოდ. არც ახლა მივიშნებ, არც სააკაშვილს უშეშტომოდ არ შემთხვევს. არავინ არა ვარ წმინდა წმინდანები და სააკაშვილსაც დაუშვე ომლების შესწოდა. ერთი რამეც არის რა. მოდი ცოტა გადავხედოთ სააკაშვილის ცხოვრებას ბოლო 7 წლის განმავლობაში. მოდი გადავხედოთ იმას, თუ როგორ ვითარდება მისი პოლიტიკური კარიერა. მოდი გადავხედოთ იმას, თუ როგორ ნაბიჯებს გავს ის და თუნდაც მის რიტორიკას გადავხედოთ, თუნდაც ის ისტორიას გადავხედოთ. და მოდი ხა პირიქით გადავხედოთ რა ხდება საქართველოში. ის შეკითხვა, რაზე თქვენ პასუხი იმსაქვთ ზუსტად აი ამ პასუხს რომ მე ამალია დალეული ერთი ვითხარ გიორგი რა სამალსა ვეღანალიის აცააკაშვილი არჩევანზე არ საკუთარი თავის ფათაშორის კარგით არაერთი მიღიარებია საკუთარი შეცდომა და ეხლაც უთვლი თუ იქნება გასაკეთებელი სააკაშვილი აუცილებლად გავაკრიტიკებასა დამერწმუნეთ როდესაც სააკაშვილი დაბრუნდება საქართველოში დაბრუნდება ძალიან დიდი ტრიუმფი ისიც აი ფესტივალებს ჩაღებარებს ისი დაგამოვიდეს მოდით ეხლა მეორე შეკითხვაზე გადავალ მოკლედ უნდა თქვა გიორგი ძალიან ცოტა დრო მაქვს და ძალიან მოკლედ ჩამოაყალიბეთ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ორგანიზაცია ერთად სახლში ვაერთიანებთ ემიგრაციას იმ ემიგრაციას რომლის მოსვლა არის შეუძლებელი რომელიც გამოჩნდა ნახოთ იმ არჩევნებზე რომელიც ბიძინა ივანიშვილმა თავის დამხაშთან ერთად აი იმ დამხაშთან ერთად რომელიც მან შუა ევროპაში გამოუგზავნა საქართველოსთან მთელი ევროპის თავის მოსაჭრელად თავისივე თანამემამულეებს იმ ემიგრანტებს რომლებიც მან სინახავენ მის საჯარო მოხელეებს სინახავენ მის პოზიციას სინახავენ მის თანაშემწეებს სინახავენ მის ყურბოჭმულებს სინახავენ აი ამ ემიგრანტების ხარჯზე საზრდოობს ეს საქართველო და ამ
ამ იმიგრანტებს საცემად გამოუგზავნა ზონდერ ბრიგადები. ამ იმიგრანტებს სათვალთვალოდ გამოუგზავნა. და მაგას გეკითხებით, ანუ იგივე თქვენაც ახსენეთ შეხვედრა მაშინდელი უნივერსიტეტში. თქვენი თავი თქო მაშინ ამ როლში. ეჩვენებინა თუ რამდენად ძლიერი პატრიოტები არიან ისინი და ძალიან ბევრი სოციალისტ დიახ სააკაშვილის სახელად მოვიდა. აი წარმოიდგინეთ გუშინ ზუსტად თქვენს ეთერში თუ გუშინ წინ თქვენს ეთერში ჩართვა ბენზინგასამართლებლად ზუსტად სააკაშვილი და მე ვიყავ ორი ადამიანი ბენზინგასამართლ სადგურზე თუნდაც ჩავედი როგორ წარმოგიდგენია თქვენ რომ ბიძინა ივანიშვილმა იმოძსაეზე წარმოგიდგენიათ ბენზინგასამართლზე კი არა ქუჩის ერთი ხნა მეორეზე ვერ გადავა ეცაცოდავი როდესაც პირველი ტურის შემდეგ მოიპარა მან არჩევნები როდესაც სხვათა შორის მასშტაბი მინდა უთხრა მე ცხოვრობდი ევროპაში ასე აი მოძრაობის დაწყებამდე მე ცხოვრობდი ლატვიაში იურმალაში სადაც სადაც ჯემფეს ვაკდი რიგი იდგა რიგი მისვე დეპუტატები აი რას უკაცრავა რომ მოიძებნა და შეყანყალებული რო იყო მისი სკამინა ვირთხასავი გაფიცებული სახით რომ გავდები შე თქვენი ჩრდილოეთი ცენტრი ეს თოჯინა მარიონეტი აი გიორგი რაღაც მინდა გითხრათ მისი დეპუტატების ჩემს ოჯახში სახში იჯდა დეპუტატი რაგვარია საფერწერო არის შალელაშვილი ჩაკას უყურებდა ივანიშვილის და დაგუპულეს რაეშვილება ამასო და მეგებდა როგორმე და ჩაედო კვერცხები იმ ბუდეში სადაც შეიძლება რომ საერთოდ მადლობა მადლობა შალელაშვილი მარტო ერთი ბევრი იყო და ბევრი სხვაც იყო მადლობა ასე რომ ჩვენ არ მოგვცეს საშუალება იმის რომ ინტერაქცია ქონოდა როგორც ქონდა დაგეგმილი მაგრამ მოიჭრეს თავი დღეს ბელგიის სამართალ დამსახურებები არიან საქმის კურსში იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავისი სპეცსამსახურის წარმომადგენლები გამოაგზავნა ევროპაში. ამ წარმატებით თქო, თქვენ შეიძლებოდა მაშინ როგორც სპეცსამსახურის წარმომადგენლები ისე ჩაეთვალეთ, როდესაც მიშას წინააღმდეგ მსგავს შეხვედრებზე გამოდიოდა. ფოტო და ვიდეო მასალა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ტელეკომპანია უსტავიორს. აი ამ პროფესიონალური საქმიანობის რომლებიც მათ გაწეს ლიეჟის კრებაზე და გამოიჩნეს არაერთი მადლობა ლონდერი და არაერთი სუსის აგენტი რომლებიც ჩვენს მეგობრებს ჩვენს ხარდამჭერებს ჩვენს თანამშრომლებს და ჩვენს კომისარს სხვა ქვეყნებში მაგალითად იტალიის კომისარს ნათათო გიორგაძეს ქალაქ პიზიდან აეკიდა ვიღაცა სუსელი გადაღებულია ფოტოები გადაღებულია ვიდეოები დაასდევდა ლიეჟში მე გაფასწინებდა ასევე აეკიდა თბილისში და გუშინ ჩავიდნენ გიორგი მოდით ამაზე უფრო ცლად მერე ვისაუბროთ როგორც ვიცი კიდევ წინ გაქვთ შეხვედრები დაგეგმილი მადლობა და ძალიან ცუდი არის შეგადობა და ანუ ვერ ვამყარებ ესე მოგობითი შეკრება ქალაქ რომში იტალიაში იქ იქნებიან წარმომადგენელი ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანები იქ იქნებიან წარმომადგენელი ახალგაზრდა და რა თქმა უნდა არ მარტო ახალგაზრდა ღვაწლმოსილი მეცნიერები ინჟინრები დაველოდებთ ამ შეხვედრას როგორ ჩატარდება და როგორ განვითარდება აი მაგალითად ნაფია მაგ ცეკას ინსტრუქტორი რო არის ვაკია თუ რაცა მაგით აღარ უნდა მარტოს ქვეყანას და მასავით გადაგწყვეტილი ძველი კომპარტიის ჩინოვნიკები არამედ ის ადამიანები რომლებიც მიგეს წარდება რომლებიც აი ამ საშინელი ჯამაგერი მადლობა დამყარებული საქართველოში და გაჭერდი ბიჭო სინდისი არაგას შევანადიში მე სააგაშვილის სწორად გიჭერდა ძალიან მალე მოხდა დასაჭერი იყო დიდი მადლობა წარმატებული საქართველოს ფორუმი შემდეგ იქნება გერმანიაში შემდეგ იქნება ძალიან ბევრი ქვეყანაში და დაგიჟერეთ რომ კიდევ უფრო მეტად მივიმატებს ივანიშვილის ნერვიულობის და შიშის ფაქტორი არ ამგონია მადლობა ზონდერების გამოგზავნა აი ელოდეთ რა რეაქცია მოყვება ევროკავშირში და რა რეაქცია მოყვება ბელგიის მადლობა დიდი მადლობა ამი დამოგონია საკუთარ ეხლა ალბათ ევროპა ჩათვალ მის კავშირმა და აქაც აგზავნის ზონდერები შეუძლებელია არ ვიცი არ გესმით მგონი ჩემი ხმა დიდი მადლობა გიორგი რომ იყავით ჩვენთან ერთად რაღაცას ამბობს გიორგი მადლობას გადაუხდი მე მას ის იყო მოკლედ როგორც თქვით ყოფილი მეოცნებე დღეს მიხეილ სააკაშვილის გვერდით დგას მადლობა თქვენ სტუმრებს მინდა რომ გადაგიხადოთ დაგემშვიდობებით რომ იყავით ჩვენთან ერთად თქვენ დაგემშვიდობებით და ეხლა მივესალმები გია ვოლსკის პარლამენტის ვიცე-სპიკერს ბატონო გია დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას მე თქვენთან მაქვს კონკრეტული შეკითხვები სასამართლოსთან დაკავშირებით აი ამ თქვენში და პოლიტიკურ ამბებთან დაკავშირებით უпростоრად პარტიულ სკანდალებთან დაკავშირებით მაგრამ
მანამდე ერთი კითხვა მინდა, ეხლა გიორგი სიგვა საუბრობდა პირდაპირ ეთერში და აქედან გამომდინარე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. რაში სჭირდებოდა ხელისუფლებას, რომ იმ შეხვედრაზე, სადაც აი გიორგის ორგანიზებით სააკაშვილი ხვდებოდა ემიგრანტებს, გაეშვათ აქედან სააკაშვილის მოწინააღმდეგეები და საკუთარი მომხრეები, კადრებში ვნახეთ ადამიანები ჩვენ, რომლებიც აშკარად თბილისიდან იყვნენ წასულები საგანგებოდ ამ შეხვედრაზე მისასვლელად. რაში უღირდა ხელისუფლებას ეს ყველაფერი და როდესაც თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ქართული ოცნება რეალურად ცოცხლობს მიხეილ სააკაშვილითო, ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტად ხომ არ ამას აძლიერებს ამებს, რომ გყავთ მიშას სახით ოპონენტი თუ საფრთხობელა ერთგვარი პოლიტიკური, რომ ოღონდაც ის არ დაბრუნდეს და ვიქნებით ჩვენ ხალხო, ესაა ერთადერთი გამოსავალი. წინააღმდეგ შემთხვევაში აი რას ემსახურებოდა ამ ხალხის იქ გაშვება? მოგესალმებით. სამწუხარო ვარ, რომ თქვენც იგივეს იმეორებთ, რომ ხალხი გაუშვა ქართულმა ოცნებამ ლიაში. დამისახელეთ ვინ გაუშვა, ანუ ვისი სურათი წარმოადგენთ, ვინმეს ეგერთი მეორესე დამაზიანებელია. ნებისმიერი პარტიისთვის რომ გაუშვათ, პრეტენზია გვაქვს. არა იმიტომ რომ სააკაშვილის რესურსი დაბრუნების არსებობს. შეხვედრები გვაქვს, ეხლა ხას ჩამოვედი ვაშინგტონიდან დელეგაციის შემადგენლობაში ვიყავი. წასული ევროპაშიც გვაქვს შეხვედრები. არავის არ აინტერესებს სააკაშვილი და ეხლა როგორც აღმოჩნდა კიდე ჰაერთან ერთად ძალიან მძიმე შეფასებებით შეიძლება მივცეოთ, არ მინდა ჩამოვიდე იქამდე ის სარკასტული ღიმილი, რაც თქვენ სტუდიაში ქონდა ზოგიერთ სტუმარს, საკმარისია შესაფასებლად. აქედან გამომდინარე, ვინ რას გაუგზავნის სიგუას, ხო არა უშავს. არ არის ეს აქცენტები გაკეთდეს იმაზე, რომ თითქოს და იყოს ფალსიფიკატორი ამ თემის. თვითონ ამ საკითხზე მსჯელობა და ამ საკითხზე, რომ სუსის აგენტები ჩავიდნენ ლიეჟში, რომ იქ იყვნენ ადამიანები აშკარად ჩასული სუსის მიერ, რომ ეკაბესელიას გაუკეთეს ეს, იმიტომ რომ მან საწინააღმდეგო ეს ეკაბესელიამ თქვა, ბატონო გია, მე ჩემი ეჭვი გამოვთქვა ეს სხვა თემაა და იმიტომ რომ 2011 წელს ვიცოდი მე ჯერ კიდევ, რომ ჩემი პირადი ცხოვრების კადრები იყო გადაღებული. ამიტომ შეხსენება ვინ იღებდა, არ გვინდა, ვიცით ვინც იღებდა, მაგრამ ამ რეალობაში რომ ხდება და თავად ეკაბესელია რომ ამბობს, ბატონო გია, რომ მას ეჭმიტანილთა წრეყა ცხადებებს მოსამართლეებთან დაკავშირებით, ამას რა ვუყოთ? მე ამას რა უნდა უყოთ? ეხლა თქვენ იგივე ეკაბესელიამ ესე თქვა, მე ესე ვამბობ, რა უნდა უყოთ? არაფერი არ უნდა უყოთ. გამოჩნდება ის ამბობს ამ ლოგიკით, მე ვსაუბრობ იმ ლოგიკით. და კიდევ ერთხელ სოლიდარობასაც უცხადებ. და მოვითხოვ, რომ თუ სადმე რაიმე კვალი არსებობს ამ კადრების გამავრცელებლის, იქნეს ამოშანთული. საერთოდ ეგ დამოკიდებულება. გასაგებია. ეხლა არ სიამოვნებს, მე და არც ბიჭებს არ სიამოვნებ თქვენთან რო შედან, რომ დაიწყონ ამ თემაზე, ვაი ნახეთ და თავზე ნაცარი წაიყარონ. არა, ნახვა არ არის საჭირო. უბედურებაც ამაშია, რომ ეკასაც ეს პროტესტი ქონდა. არა, გეკამათებით რა, ბატონო გია, კითხვებს გისვამთ, მათქმევინეთ ამას მე. ჩემ პოზიციას ვამბობ. ეკასაც ამაზე ქონდა თქო პრეტენზია, ნახვა არ სჭირდება ამ კადრებს. ფაქტი არის ამაზრზე, ნახვა რომ არ კარგეთ. მე ერთი კითხვა მინდა ეხა დაგისვათ ბოლოს. კარგეთ. ხომ არ ფიქრობთ რომ ხო არ დავაზუსტო კიდევ ამ თემასთან დაკავშირებით. რატომ ეჭხუბებით არ მესმის? აი რაღაც აგრესიულად მელაპარაკები და ამ დროს არ იწევს ჩემი შეკითხვები ამ აგრესიას. არა, იცით რა, პროჟექტორი მაქვს მოშვერილი თვალებში და ამიტომ დიდხანს აღარ შეგაწუხებ ჩვენი პროჟექტორი და მე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, ელი თუ არა რომ ამ სასამართლოზე როგორც მაგალითად მიშა კაჭკაჭიშვილმა თქვა აქ რომ ხალხი გავა ქუჩაშიო 200,000 კაცი გავა ქუჩაშიო თუ ფიქრობთ რომ ის მოსამართლეები ვიზეც თქვენივე თანაგუნდელებსაც აქ ძალიან მწვავე პროტესტი აღარ იქნებიან წარმოდგენილნი ახალი სიით
და უკან მე არ მინდოდა ამ რაკურსით საკითხის გაახლა და მე მგონი არანაკლებ საინტერესო რამე ვთქვი და განსაკუთრებით იმ ახალგაზრდების გასაგონად. არის მოცემულობა, მექანიზმი. როდესაც მოვიდა ქართული ოცნება 2012 წელს ვიღაცა შეიძლება ეს რაღაც დადგმულ სპექტაკლად მიაჩნია, მე არ მიმაჩნია და ბევრს არა. როდესაც მოვიდა სააკაშვილი იყო პრეზიდენტი და ადგილობრივი თვითმმართველობა სასამართლო, ყველა სასამართლო რგოლი, მათ შორის საკონსტიტუციო, იქ აუდიტის სამსახური, ეროვნული ბანკი, ყველაფერი კონტროლდებოდა. და ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ და მათ შორის თქვენ არ დაგავიწყდეთ რომ 300 მოსამართლე ერთად არის. რამდენიც ყავს მოსამართლე, იმდენი ერთ პოზიციაზე დგას და მექანიზმი ამ პოზიციის შეცვლის და დაანგრევის არ არსებობს. და არსებობს მეორე მხარე კიდევ, არსებობს წარსული ინსტიტუტი, მე პიროვნებებზე რო არ გადავიდე ახლა. შემიძლია ესეც გავაკეთო. არსებობს წარსული ინსტიტუტი და არსებობს ინსტიტუტი 1500 იყო შეტანილი საჩივარი საერთაშორისო სასამართლოებში. მეოთხედი გახდა ამისი. არსებობს სტანდარტი, რომლითაც ანუ გამოსწორდნენ მოსამართლეები, როგორც კობახიძემ ბრძანა, ადრე ცუდად იქცეოდნენ და ეხლა კარგად იქცევიან. არ ვიცი, არ მომისმენია, მე არ ყოფილ ვარ თბილისში, მე არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში ეს შეფასებები, სხვამ რა თქვა, მე რო ვიტყოდი, მე ვამბობ იმას, რასაც მე ვამბობ. გასაგებია. სხვამ შეიძლება როგორც თქვა, ის არ გავიმეორო, მაგრამ არის მეორე კიდე ის მოთხოვნები, რაც მე მქონდა. თუნდაც და არც არავიზე ნაკლები პოზიცია არ მქონია და არც არავიზე ნაკლები რაღაც ენერგია არ გამომიჩენია ამ პერიოდის განმავლობაში. თუ მეტი არა, კიდე ბევრზე. უყურებთ ამ საკითხს. ადვილად შეხედვა საკითხის მიმართ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს ინტერესებს სტაბილურობას დაუპირისპირდება. დიდი მადლობა. ეხა ერთ უცნაურ რაღაცას გეტყვით სტანდარტებზე. კარგით, ჩვენი საუბრის დასასრულს ეხა უცებ აი ისეთი ცხარეზე უნდა გითხრათ. ამაზე უნდა გითხრათ სწორედ, ბატონია. სხვა რამეს გეუბნებით, თქვენ არ იყავით თქო მაშინ საქართველოში, ეთერში მოწვევაც გვინდოდა. ჩემი აც გარდაცვლილი კოლეგა ლევან ჩხაიძე ამბობდა ხოლმე, რომ ყველაზე მეტად მომწონს გია ვოლსკისთან ინტერვიუ და ხებ დებატებს თქო და ეხა ეგ გამახსენდა. თქვენ ადრე მითხარით, ეგ და მე შეგახსენეთ, რომ მე არა ვარ ახალოკელის ხვაობრიდან ვარ, მაგრამ აქ უბანს არა აქვს. კარგით, გეხუმრებით. აქ ლევან ჩხაიძე თვითონ ისე მომაგონდა გულში მომხდა ეხი დაპირისპირების. აიხლა თქვენ რაც დღეს გააკეთეთ თქვენთან სტუდიაში, არის კლასი. იმიტომ რომ ხალხს ყველას ვინც იგზის, ყველა საშუალება მიეცა გამოეთქვა თავის პოზიცია ისე, რომ არ ყოფილიყო ყაღანი. მადლობა. და რაცაც მე ვამბობ, ეს არის ის მოცემული თემა, ავა ჩვენი დრო ძალიან მალე. უნდა მოვიდნენ ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკოსები, რომლებიც იფიქრებენ სტანდარტების შექმნაზე, სადაც შეუძლებელი იქნება იმის ესეთი სასწორი, რაც ახლა წარმოგიდგინეთ, ერთი მხარე და მეორე მხარე, ესეთი სასწორი ვერ შეიქმნება. დიდი მადლობა. ამას დრო ჭირდება, ალბათ ჩვენ უნდა წავიდეთ და მოვიდეს ახალი თაობა პოლიტიკოსების. კი, არა მარტო პოლიტიკაში, ალბათ ჟურნალისტიკაშიც მოვა მალე ახალი თაობა და ისინი კიდევ უფრო კლასიკურად და კარგად გააკეთებენ ამ ყველაფერს. მე ერთხელ მინდა რომ მოგიწვიოთ სტუდიაში, უფრო ვრცლად თქვენთან ინტერვიუს სიამოვნებით გავაკეთებდი ამ სასამართლოს თემაზეც და არა მხოლოდ მათ შორის მურუსიძე, ჩინჩალაძე და კონკრეტული გვარებით თუ დამთანხმდებით მომავალში ეს ინტერვიუ აუცილებლად გავაკეთოთ. მადლობა ჩვენთან ერთად რომ ამ გვარებთან დაკავშირებით მე ჩემი შეხედულება მაქვს, მაგრამ სხვა რაკურსით მინდოდა წარმომედგინა ეს თემა და მე მგონი მივახციე საწადელს და კარგია თუ გაიგეთ. მადლობა. კარგად ჯანდებოდეთ ბატონო გია, მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი გია ვოლსკი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გსტუმრობდა რეაქციაში. მე გემშვიდობებით ერთმანეთს შევხვდებით ხუთშაბათ საღამოს 8-ზე მთავარი პოლიტიკური თემებით. ნახვამდის. სოციალური პაკეტი თქონდა ჯანმრთელობა. მილიონები აღჭურდა ჩვენ ბანკები გვაქვს